სახელითა მამისაითა, დადისაითა და წმინდისა სულისაითა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია შესახებ იმისა, რომ ორი ეტაპი არსებობს, ასე ვთქვათ, ორი მომენტი ადამიანის ხონებაში. პირველი ეს არის მოძიება, ანუ მარტივად ვთქვათ, პოვნა ღმერთისა, რომელიც აბსოლუტურად არსებობს, მაგრამ თითქოს შემთხვევით აღმოჩნდება, განცხადდება, ასე ვთქვათ, გამოჩნდება. და მეორე ეს არის დარჩენა ღმერთთან. აქვე მოვიგონებთ ცნობილი მეცნიერის და ღრმად მორწმუნე ადამიანის ბლეზ პასკალის სიტყვებს, რომელიც თავის ფიქრებში გაგვანდობა. გამოსცარა წიგნად. ესე იგი, ბევრი რამ არის სისქვეშეთში ისეთი, რომ ღმერთი უარყო და ძალიან ცოტა რომ აღიარო, მაგრამ მე მაინც ვწამს ღმერთი, იმიტომ რომ წმენა ლოგიკური აზროვნებისით არ მიიღწევა ადამიანი ღმერთს ამგვარად ძნელად თუ იპოვის. არამედ როგორც მოციქული პავლე განგვიმარტავს, ეს არის ნიჭის მოქმედების შედეგი, ღვთიური ნიჭისა, მადლის მოქმედების შედეგი. თუ ადამიანს ეს ნიჭი არ აქვს, ის ღმერთს არ აღიარებს, ვერ ირწმუნებს, აქედან გამომდინარე ვერ შეიყვარებს და საბოლოოდ ვერ ცხონდება. ხოლო რატომ არის რომ ერთს ეძლევა ეს ნიჭი და სხვას არ ეძლევა? ეს იდუმალებით მოცული საკითხია ჩვენი მწირი გონებისათვის, გაუნათლებლობისათვის, უმეცრებისა და სხვა ძნელად ხელმისაწვდომი, თუმცა თუ თავს დავიმდაბლებთ და წმინდა მამებთან მოვიწებთ, რა თქმა უნდა ღმერთშემოსილ მამებთან არის ამისი განმარტებაც. თავის დროს მოგახსენებთ ეს საუბრის სხვა თემა, დღეს პარამეზებს საუბარი. მაგრამ როგორც ვთქვით, ორი მომენტია, იპოვო ღმერთი და დარჩე ღმერთთან, იმიტომ რომ იმდენი საცტურებია, იმდენი დაბრკოლებებია ამ წუთის სოფელში, რომელსაც სატანა ამბობს, მე ვარ თავადი ამ სოფლისა და ჩემი კანონებით უნდა ვმართო. ეს სოფელი, სადაც ის ღმერთმა ზეციური დიდებიდან გამოაძევა, გააპარტავდა და თავად უფალიც ამბობს ერთ-ერთ ქადაგებაში, რომ ამ სოფლის თავადი არის ეშმაკი. ასე განუსაზღვრა უფალმა. ვის მინეთ ეშმაკისა, მოვედით ამ წუთის სოფელში, რომელიც გარდამოსდია რა ზეციდან. ეშმა მისე ეს წუთის სოფელი და უსმინეთ რამას მოვდივართ მის სამეფოში. ჩვენი ღირსება იმაში მდგომარეობს და ღვაწლი, შედეგი ამ ღვაწლისა, რომ დავიბრუნოთ დაკარგული სამშობლოს, რომ ჩვენ დავბრუნდეთ დაკარგულ სამოთხეში. მაგრამ რამდენადაც ეს თავისით ვერ შევძლებთ, ადამიანმა პირველ მშობლებმა და მათმა მოდგმა ვიდღეინდელა დღემდე, ამიტომ მოვიდა ერთი სამებისაგან ძევთისა ხოდოჩობილი და მან აღასრულა ჯვრიანი გმირობა, მარტივად და მოკლედ რო ვთქვა და ამ გზით დაგვაბრუნა ზეციურ სასუფეველში. აღსგარა მერმე მკვდრეთი და დაждდა მარჯვენი ღვთისა და მამისა, ანუ ჩვენი ადამიანური ბუნება, რომელიც შეერთა შეურევნელა და განაგდო საბოლოოდ დაამკვიდრა ზეციურ სასუფეველში. აქ მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო, ვირწმუნოთ ღმერთი. და თუ არა ვთხოვოთ ცისა და ქვეყნის შემოქმედს მოგწეს ნიჭი ესე. აი როგორღაც ფსალმუნებში ქრისტეს ხორციელად მოსვლამდე დედამიწაზე იყო წინასწარმეტყვი, არაერთი იყო და მათ შორის ასეთი ახდა ზეცად და წარმოსპევნა ტყვე. აქ იგულისხმება, როგორ მოვიდა განკაცდა, აღასრულა თავისი ჯვრიანი გმირობა, დაარსა თავის ხსნებებში ეკლესია, მოგვიწოდა და მერმე განგვეშორა პირობითად ვამბობ თითქოს ფიზიკურად აბალადარა ზეცად, მაგრამ როგორც აგვიტყვა, მე თქვენთანა ვარ და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. საუკუნო თუკუნისამდე დარჩა ჩვენთან და მოვალ სისავსი დიდებით განშლად, მეორედ მოსვლა რომ ქვია, განშლად ცოცხალთა და მკვდართა. მას ღმერთმა გვიბრძანა, რომ დავემსგავსოთ მას. ამას ქვია თეოზისი ღვთისმეტყველთა ენაზე. თუ ამას უკვე საფუძველს, საძირკველს დედამიწაზე არ ჩაუყრით, ყოვლად შეუძლებელია რომ ცხონდეთ, ანუ შევიდეთ ზეციურ პარადიგმის სიხარულში, სასუფეველში, სათასასუფეველი, ღვთისასუფეველი, სამოთხედად იწოდება და ესე შემდეგ, სადაც როგორც თავადუფალი გვასწავლის, ადგილე მრავალ არის ჩემი ზეციური მამის სახლში და იმის და მიხედვით, ვინ როგორ გაირჯება და რა სიყვარულს აჩვენებს სოფლისა, მიწიერი ცხოვრების ჟამს,
რომელიც სავსეა წინააღმდეგობით, უსიყვარულობით, დევნით, შევიწროებით, დამცირებით, პირად-პირადი განსაცდელი, საზოგადო საქმე, მსოფლიო უკვე გვიახლოვდება მსოფლიო განსაცდელები, როგორც ხედავთ, ამ ომებს გულისხმობ პირველ ყოვლისა უკანასკნელი 7 ომი, რომელიც მართლმადიდებლების წინააღმდეგ იქნება სლავთა კავშირის გულისხმობ პირველ ყოვლისა რუსები, ბელორუსები, უკრაინელები, რომლის დაშორებასაც ცდილობენ გარკვეული ძალები, პირობითად დავარქვა დასავლური ძალები და უფრო ნამდვილი სახელია ბოროტის ძალები, იმიტომ რომ ქრისტე მათ იგავში ენიგმურად უწოდა, ესე იგი სატანა და ჭენი ჯოჯოხეთისანი. ივანე ოქროპირის მსოფლიო მამის განმარტებით ჯოჯოხეთის ჭენში მოიაზრებიან ყველა ის ბოროტის ძალები, რომლებიც ებრძოდნენ და დღემდე ვიდრე ქრისტეს მოსვლამდე არ შეანელებენ ბრძოლას ქრისტესთან და მის ეკლესიასთან, რომლის ასონიც პავლე რო ვთქვათ, ჩვენა ვართ მისი წევრები. ანუ ქრისტესერი როგორც ითქმის. დღეს ქრისტესერი ვარ, მაგრამ სატანამ დაიქადა და იქ პეტრეზე და აქ უკანასკნელ შამსზე აღწრიმად შენს მოწაფეებს, როგორც საცერში. და ეს გაცრა საცერში დღეს უკვე მიმდინარეობს, ეს საუკუნეებია მიმდინარეობს, მაგრამ განსაკუთრებული სიბოროტი ძალას იკრებს დღეს. და რა სავალალო შემთხვევები მოხდება და მოყვება ამას და მოვლენები, ჩვენ არაერთის გვისაუბრია, ამჯერად თავს აღარ შეგაწყებთ. მხოლოდ გაკრით ვიტყვი ჩვენი საუბრის შუაგულ რატომ და რისთვის იმასაც მოგახსენებთ. იმ უკანასკნელ მოვლენებზე, რომელიც თავდუფალმა იწინასწარმეტყველა მისი სულით, იწინასწარმეტყველა მის მოსვლამდე ხორჩი დიდმა წინასწარმეტყველა პატრიარქთა და მართალთა და მერმე ღმერთშემოსმავმა წინასწარმეტყველა ახალი ჟამისა და მრავალიცა სხვა. მოკლედ ქრისტე მოვიდა და გვიბრძანა. გასულ შვიდეულში თუ არ ვცდები 4 შაბათს ამაზე ნაწილობრივ ვისაუბრეთ. გვიბრძანა. უარყა თავისთვის აღიღე ჯვარი შენი და შემომიდეკ მე. ივანე ოქროპირი ჩვენ ახსენებული ამგვარად განმარტავს, მაშინაც მოგახსენეთ თავისთვის, შეგახსენეთ უბრალოდ უარყავ თავითვისი ნიშნავს ღმერთი გვიბრძანებს, რომ განთავისუფლდეთ ყოველგვარი ეგოსაგან, აღვიღო ჯვარი თვისი ნიშნავს ამ წუთის სოფელში, სადაც უფალმა მოვავლინა ეშმას სამეფოში, ყოველივე მადლობით მივიღოთ, რადგან ღვთის დაშვების გარეშე არაფერი არ ხდება, იოტის ოდენაც კი. ანუ მადლობით მივიღოთ არა მარტო სიხარულები, რომელსაც ადამიანები ნუგეშინის ემაქვია, ნუგეში თანამედროვე ქართულზე, არამედ ასევე განსაცდელები, ავადმყოფობები იქნება, შეურაცხყოფა, დევნა, შევიწროება და მრავალიცა სხვა ჭირი, რომელსაც ძველ ქართულმა უწოდა ზვირ შემთხვეულობანი, ანუ ბოროტ შემთხვეულობანი, რომლითაც ახსავსია ეს წუთი სოფელი. აი როგორც დავითი ამბობდა ჯერ კიდევ კაცის ცხოვრება რა არის 70 წელი და ისიც სალმობა და ტკივილები. აი ამაში გადის ჩვენი ცხოვრება. მაგრამ ერთი წუთი წარმოიდგინეთ, ცოტვით დაცემულ ადამიანებს გალაგებულები რო ვიყოთ, ვიღარ მოიძიებს ღმერთს, ვის ექნება ცხონების სურვილი, ვინ იწუნებს რომ არსებობს უხილავი ღმერთი და უხილავი სამეფო, სეციური სასუფეველი. ისე რომ ამადაც ამბობს იაკონ მოციქული და პავლე სხვაგან ეპისტოლეში, ყოველთვის, ყოველ საშინა მადლობდით უფალსა. მართლაც როგორ ყოფილა. აი ჩემ თავზე ვამბობ, რომ შენი მაგალითი ყველაზე დამაჯერებელია პირადად შენთვის და ეს მაგალითი და გამოსtildeა უკვე ბევრსა ჩვენ რევლის ნაწილი. მობერდა, ზოგი გარდაიცვალა, უკვე დგას და პასუხს აძლევს უფალს და უფრო მეტის ჩაღრმავებით ფიქრობ გარდაუვალ გარდაცვალებად. არა სიკვდილზე, როგორც ესეთი, რომელიც გარდაუვალია და თვით ენუქი და ელია, რომელიც ცოცხალი წაიყვანა და ათეული საუკუნეები ღვთისთვის ნაცნობ ადგილებში არიან, მის მეორედ მოსვლის მოვლენ იერუსალიმში ანტიქრისტე გამეფდება. თვით ისინი ბოლოს იხმევენ სიკვდილს, იგემებენ. და ეს გამოცდილება მეტნაკლებად ყველას გვექნება, ვინც მიაღწევს რა თქმა უნდა სიბერებს, ზოგი სიბერესაც არ მიაღწევს. ზოგი ავიდა, ზოგი კარტიხლა არ მინდა ყველაფერს ჩაუღრმავდე და უფრო დაგაბრიოთ ამ ჟელობაში. მოკლედ რა თქვა, უფრო მეტი საბაბი მაქვს ჩაღრმავებით ფიქრობდე გარდაცვალებაზე და უფრო მეტად კი იმაზე, სად წარდგები და დავრჩები საბოლოოდ, როცა წარდგები უფლის წინაშე. რადგან იქ თვალხება, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, არ არსებობს. რასაც დასთესავ დედამიწაზე, შენი ცხოვრები, იმას მოიგე. უფრო მეტის ღმერთი თავისი სულგრძელებიდან გამომდინარე, ისმენს რა თავისი წმინდანების ლოცვას, ზეციური ანგელოზების და განსაკუთრებული ძალმოსილება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვას, აქედან გამომდინარე ბევრს პატიებს მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა. მაგრამ ასეც არ იქნება, რომ მხოლოდ მათმა ლოცვებმა აცხონოს ადამიანს, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სულის საცხონებლად.
სიკეთი არ ქონდა ეოტისოდები. ის თუნდაც ერთი სიკეთი რაც დედამიწაზეა, მას ეს არ გაამართლებს. მაგრამ შეიძლება შვება მისის ერთგვარი ჯოჯოხეთში ახლა მაგონდება ერთგვარად მაგალითი მე-4 საუკუნეში თუ ადრეულ შუა საუკუნეებში ალექსანდრიის მერი გარდაიცვალა, ქალაქის მერი. და ესე იგი იყო ბოროტესი ადამიანი, ზულდა მთელს ქალაქს, შემოგარეს. აი როგორც დღეს ვიტყვით, ატანა არ ქონდათ მისი, მაგრამ ემორჩილებოდნენ, სხვა გზა არ ქონდათ. ძალა აღმართ ახნავს, როგორც იყვნენ ხოლმე და გარდაიცვალა 7 სიკვდილით და დიდი პატივით დაგრძალეს, როგორც ხელისუფალ ჩვევია გირლიანდები, მისამძიბრება, მიეთი, მოეთი ადამიანურად ვამბობ, ეს არაფერს არ ანიშნავს საერთოდ. მაგრამ იქ სადღაც ალექსანდრიის შორეულ უდაბნოში ერთი ბერი, მოღვაწე ბერი, ასკეტი მამა აფთარმა დაგლიჯა იმავე დღეებში და საშინელი ტკივილები ჩააპარასული უფალს. მოდის ერთ სულიერ მამასთან ერთ-ერთი მორჩილი იმუდაბნოს და ეუბნება მომიტევე მამაო, მაგრამ ღვთის სამართალს ვერ ვჭდები და ვერ ვხედავ. უბოროტესი ადამიანი იყო, ქალაქის მერი, 7 სიკვდილი ჰქონდა და ზარზეებით დაკრძალეს. ხოლო ეს მოღვაწე მამა იყო, ათეულობით წლები მძოვარი იყო, მძოვარობა იცით რა არის? არაფერს არ იღებდა, ხოლო ბალახს თუ აღმოაცენებდა და წვიმის წყალს, იმას თუ მიიღებდა, ისიც თქვენ იცით რომ წყალსაც კი მათ შორის წვიმის ზომა წონით იღებდნენ. აი ესენი იყვნენ მართველები, ჩვენ ვარ გემოთმოყარები და ნაღროვანების მიმდევარი. ამ საზარელი ვნები და ამ ვნების საკმლის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს 8 უმთავრეს ვნებათა შორის. მაშასე, სად არის სამართალი? ესე იგი მოღვაწე იტანჯა, ეს კი სარზეიმით დაგრძელეს. ჩემო კეთილო, პასუხა სულიერ მამამ, რომ წინა საფრთხმობელობის მოძებნა. იმ ბოროტ ადამიანს ერთადერთი სიკეთე ჰქონდა. ეს კი არ დაუკარგა და დაუშვა უფალო, რომ 7 სიკვდილით გასულიყო სული მისი ხორცდაგან. და დაუშვა ის რაც მოხდა, მაგრამ რა არის ეს ღვთის წინაშე? რას მოუტანს მარადიულ ცხოვრებაში? არაფერს. მაგრამ ესეც არ დაუკარგა. რაც შეეხება იმ ბერს, როცა ერში იყო, მართალია ქრისტიანულად ცხოვრობდა, მაგრამ ძიმე შეცდომა მოვიდა, ანუ სასიკვდინე, 7 სასიკვდინე ცოდვა არსებობს. თქვენ იცით ერთი მათგანი, არ თქვა რუშობა, სხვა კაცის კვლავ და ასე შემდეგ და ერთ-ერთი სასიკვდინე ცოდვით ძიმე დაეცაო და ისეთ სინანულს ჩავარდა, მიატოვა ყველა და ყველაფერი გაიჭრა უდაბნოში და აი 10 წლები აქ იბრძოდაო. და საბოლოოდ ამ ღამით, როცა აფთარმა დაგლიჯა და ტკივილებით ესე იგი ჩააბარასული უფალს, მიუტევა ღმერთმა თავის რჩეულ შეცოდებანი მისცი. და ეხლა ის ზეციურ სასუფეველში არისო. განმართლება მიიღო. უგუნური ადამიანი, იგავისენით გვეუბნება უფალი, ქვიშაზე აშენებს თავის სახლს. რაოდენ დიდებულიც არ უნდა იყოს. იყო როგორც უფალი იგავშევს ქარიშხალი, იყო ვარცოფი წვიმა და ქვიშაზე დაფუძნებული სახლი წაიღო, დაინგრა, დაირღვა. ხოლო გონიერი კაცი, კეთილგონიერი ქვიაც, ქართულად აშენებს არა ქვიშაზე, ამ წარმავალ მიწერ ბედნიერებაზე, უპირატესობაზე, პატივზე, დიდებაზე, რომ ასე ვიხიბლებთ, რომ ასე ვეძებს, ხშირად უარს ვამბობთ ამის გამო ნამუსზე, სინდისზე, კაცობაზე, ადამიანზე, პატრიოტულ გრძნობებზე, სამშობლოზე, ღმერთზე, ეკლესია, აი რასაც შვრებიან ესენი დღეს მე-4 თვია. მაგრამ ამოჩვრებიან მაშენებლები, ამბობს უფალი. თუ უფალი არ აკურთხებს შენებას და ღმერთი როგორ აკურთხებს სამშობლოს მტრებსა და ეკლესიის მტრებს, რომლებიც ლანძღავენ თავად ქრისტეს, აგინებენ საგალობლებს, პატრიარქს აღარ მინდა ეხლა მოყვე თავიდან ყველაფერს. და რა თერთობა. ამაზე მაგონდება კრილოვის იგავი. გაზრხრუსი მწერლის სიტყვები მინდა მოვიტანო. Однажды лебед рагда шука. ხო გახსოვთ? ტვირთი რო უნდა წაიღოთ, ერთმა აქეთ გაათრია, მეორე მიქით ადგილზე და აი ეს არის ზუსტად სურათია რა. კრილოვის იგავი ახდა ამათი სახით 21 საუკუნეში. თავი ვანებოთ ღმერთმა სინანული მისის იმათაც და ჩვენს. მამა აბრამის ბატკნები არ ჩვენ არა ვარ. ულახდილად რომ თქვა და პირველ ყოვლისა ჩემ თავს გულისხმობ რა თქმა უნდა. რადგან უფალიც ამოწმებს. არას კაცი ცხონდეს და არასოდეს. ყველანი ცოდვის ქვეშა ვარ, მოცეული ამოს მოციქული პავლე, ამიტომ ყველანი საჭიროებდით გამოხსნას. ეს გამოხსნა აღესრულა ხსნელის ქრისტე მაცხოვრის მიერ. მოკლედ მიუწვდომელ არიან პავლე ბრიტვი გზანი უფლისანი.
ქართულად რო ვთქვათ მარტივად, ღვთის განგებას კაცი ვერ ჩასწდება. და ქართულივე გამოთქვა ცნობილი რომ ვიხმარო, ჩვენ ხშირად სხვირის სირა გვაქვს იმას ვერ ვხედავ და ღმერთი ხედავს იმასაც, რაც ჯერ არც ყოფილა. აი როგორც ესაია წინასწარმეტყველს უყურებ, შენ ვიდრე დედის მუცელში გამოგსახავდი, უკვე გიცნობდიო. მოციქულებს ეუბნება, ასევე ღრმამეტყველებით. საუკუნეთ, ანუ ყოველივეს ყოფილის და უხილības და უხილავეს შექმნათ, თქვენ ჩემთან იყავით. ესეც მსვლელობის სხვა თემა, საგანია სხვა დროს ვილაპარაკოთ, უფრო ჩაგვარეთ წმინდა მამათამია. ნამდვილ საგანს რაზეც მინდა საუბარი. ჩვენი გადაუხვიეთ საყვარელო ამა თუ მაგალითებით, რომ ღმერთმა მოგვიწოდა უარყოთ საკუთარ თავი, ანუ განთავისუფლდეთ ეგოიზმისაგან, მადლიერებით მივიღოთ, ესე იგი, ყოველივე, ანუ ავიღოთ ჯვარი, პირველ ქრისტიანებს ჟურისპირთველები ერქვა და მერე უკვე ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები, ქრისტეს მატარებლები თავის თავში, ანუ ქრისტეს შემოსილები, როგორც დღეს ვიწოდებით, მაგრამ ვართ კი ქრისტეს შემოსილები, თუ უფრო ანტიქრისტეს სული მძლავრობს ჩვენში. ყველამ თავის თავს დაუსვას ეს კითხვა. და მესამე ესაა და ყველაზე არსებითი ასე თქვა დამასრულებელი თეოზის განხთომის ეს არის შეუდგეთ ქრისტეს. ანუ ოქროპირების გამო დავემსგავსოთ ქრისტეს. რა კი ეს ადამიანი ყოველდღე შეუძლებელია, მეტადრე აქ ლაპარაკია ცოდვით დაცემულ ადამიანზე, ცოდვილ ბუნებას, ამიტომ მოვიდა და გამოგვისყიდა რწმილებისაგან, ცოდვისა და სიკვდილისა, ეშმაკისაგან, ქრისტე მაცხოვრმა ჩვენმა. ამათ ქვიან მას განგებულებით იესო, რაც ქართულად ნიშნავს მხსნელს და იმავდროულად იწოდება ქრისტე, რაც ქართულად ნიშნავს ცხებულს ზეციური მამისაგან. მაშასე, თუ ჩვენ შევისწრებთ ღვთისნებას და შეუდგებით მას, ეს მიგვიყვანს ზეციურ სასუფეველში. და ეს გზა თავად ქრისტეა, როგორც ერთ ამაღლებულ ქადაგებაში, ამას ხშირად გაგვიმეორებიან. მე ვარ საყვარელო გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება, მე ვარ კარი სამოთხისა. სხვა გზა, სხვა ჭეშმარიტება არ არსებობს. სამოთხის სხვა კარი არ გააჩნია. ქრისტე ქვია მას სახელად. მაგრამ მოდით ახლა ასე დავსვათ კითხვა. ყოველივე ამის შემდგომ. ეს როცა ადამიანი შეიცნობს ღვთისნებას, შეუდგება და განიხტობა და ცხონდება, მადლით ხდება ეს ყოველივე. მაგრამ თუ ადამიანი რაიმეს წამოიწყებს, კერძოსა თუ საზოგადოს ღმერთის ნების წინააღმდეგ, არათუ მიმსგავსებული არ ექნება ღვთისნებასთან. არამედ ეხლა თქვენ ამასაც იკითხავთ, ალბათ ზოგიერთები ახლა მოსულებიდან რაში მდგომარეობს ღვთისნება. მამის, ძის და სულიწმიდის ნება, ამბობს დიდი მამა ღვთისმეტყველი ათანასე დიდი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი ადამიანი, ეს მისი საქმე, ყოვლადწმინდა საქმე, ყოველი ადამიანი ცდომილების გზიდან მოაქციოს და აყენოს ჭეშმარიტების გზაზე, ანუ აცხოვროს. აი რა არის მისი ნება და მისი საქმე. და თავად გვექცა, ესე იგი გზაც ცხოვრებისა, უფრო მეტის. აი ახლა ხას იყო ივანე კიბის აღწერილის ნება გასულ კვირიაკეს ჩვენი ქვიმშელეთ ვისაუბრეთ წმინდა მამათა მიერ და მათ შორის კიბე არის ერთ-ერთი ზედსახელი ქრისტე მაცხოვრისა. ასევე ღვთისმშობლისაც. თქვენ რომ იცოდეთ ჰიმნოგრაფიაში უხათარი ადგილები ამოწმებენ, რომ არა მარტო ქრისტეა კიბეს შედარებული, არამედ ღვთისმშობელი მარიამის, რომელმაც შვა იგი. აი ამის გამო იწოდება ამ გაგებით კიბეს. რა შეეხება ქრისტე მაცხოვრ, ჯერ კიდევ ჩვენ წელთ აღრიცხვამდე, საუკუნეებით, მრავალი საუკუნით ადრე ქრისტეს ხორცში მოვლინებამდე, იაკობ მამამთავარმა, როდესაც თავისი ძმისგან ესავისგან იბრძოდა, ანუ გაურბოდა მას, გადაღლილმა დაიძინა, სასტუმრად ამოიდო ქვა და იხილა სიზმრებული ჩვენება. კიბე იხილა აღმართული შორის ქვეყანისა და შორის ცისა. და ანგელოზდი აღმავალი და გარდამავალი. ათეული საუკუნეების შემდეგ მოვა ქრისტე მაცხვარი ჩვენ და ერთ გადაგებაში იტყვის, რომ აწუყე იხილოთ ზეკაცის, აი აღმართული შორის ქვეყანისა და შორის ცისა და ანგელოზდი მასე და აღმავალი და გარდამავალი. რატომ ანგელოზდი? თუ მსახურისულები არიან შორის ღვთისა და შორის კაცის. არა მარტო ღვთის წინაშე არიან. ადამიანის მსახურისულებს არის, როგორ მაღალი ღირსება მის ადამიანს, რომ ანგელოზზე მაღლა დააყენა ამ გაბებს. ისინი ანგელოზები მსახურისულები ემსახურებიან არა მარტო ღმერთს, არამედ ადამიანს. ემსახურებიან მოკლედ ვთქვათ ღვთის განგებულებას ადამიანზე. განგებულება ნიშნავს გამოთარგმანებით, ესე იგი ღვთის მსურველობას ადამიანის საცხონებელად. აი ეს კიბე იყო, არის და მიუκუნისამდე იქნება თავად ქრისტე მაცხოვარი ჩვენ.
ამ კიდეს სათქმუებათა საფეხურები უეჭველად უნდა ვიარებოდეთ. აღმასვლა ქვია ზეცად ამას. არავინ არ ახთა ზეცად გარნა ზეკაცსა, რომელიც გარდა მოხდა ზეციდან. იესო ქრისტე ერთი მხოლოდ გარდა მოხდა და მერე ახდა, ანუ ამაღლდა, ამაღლების ჟამს, მაგრამ მან გვასწავლა გვექცარა გზად, როგორ უნდა აღვიდეთ ზეციურ სასულიერო. აი ამ სულიერი სათქმუებათა, კარი მეხური სათქმუებათა საფეხურებით უნდა ავიდეთ ზეცად. აი ქრისტე, რაც ნიშნავს ქრისტე გზადღეცა, მთელი მისი მოძღვრება და ყოველივე რაც დაგვიწესა ეკლესიაში, პირველ ყოვლისა 7 საეკლესიო საიდუმლოება დაწყებული, როგორც მამები გვასწავლენ, ნათლისღებით, ეს არის დასაბამი ყველა საეკლესიო საიდუმლო და გასრულებული, დაგვირგვინებული ევქარისტიით, ანუ ზიარებით. და არაუბრალოდ მოვიდა, გვასწავლა, ევნო ეწამა, საკუთარი ხორცნი გასტეხა, ჩვენთვის სისხლით დასთხია. ეს არის მწვერვალი გამოვლინება უმწვერვალესი მისი ჩვენ და მოსიყვარულეს. ეს ესე თქვა პირველი ეტაპი. შევიცადით მისი ნება, შეუდექით და ამ გზით ცხონდებით, სხვა ცხონების არ არსებობს. მაგრამ წელს კითხვა დავსვით გაგორით. კი, მაგრამ ადამიანმა რო პირიქით ღვთის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, იფიქროს, ისაქმიანოს, კერძოდ და საზოგადოდ და საქვეყნოდ დღეს უკვე გლობალური ხელისუფლება მართავს სიმდაბლეში ყველა პროცესებს. როგორ მოიქცეთ? რას მოგვიტანს ეს? მოდით აი ამ კითხვაზე პასუხი განვიხილოთ ერთ-ერთი ღვთისპირიდან გავარდნილი, ეგრეთ წოდებული ქრისტიანის, რომელიც ოდესღაც თუნდაც გარეგნულად იყო ქრისტიანი, ივლიანე განდგომილისა, რომელიც იყო იმპერატორი მეოთხე საუკუნეში, შთამომავლობით იყო ბასილევსების შთამომავლიანი, ბერძენთა მეფეების კანონიერი, მაგრამ მას პირდაპირ არ ეკუთვნოდა, მოხდა ესეთი რაღაც იქ მანქანება ყველაფერი ჩაერია ერთმანეთში და ივლიანე გახდა იმპერატორი. შეგახსენებთ, რომ მეოთხე საუკუნეში ესე დიდი მამები მოღვაწეობდნენ, როგორც მაგალითად ბასილი გრიგოლ ღვთისმეტყველი. მათთან ერთად იღებდა განათლებას სიჭაბუკეში ქალაქ ათენში, რომელიც სულიერების და განათლების ცენტრი იყო იმ ხანად. ბასილი დიდი ჯერ კიდევ სიჭაბუკეში იყო უდიდესი ავტორიტეტი, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი, მისი სულიერი ძმა და მეგობარი ამოს, იმხელა პიროვნება იყო, რომ მის ჩრდილსაც კი ბაძავდნენ. წარმოიდგინეთ თქვენ, ჩრდილი რა არის? იმის ჩრდილსაც კი ბაძავდა და დიდ რამეთ მიაჩნდათ. როდესაც ესე იგი ივლიანე ჩავიდა ათენში სასწავლებლად, ბასილი იყო გრიგოლი და უდიდესი ავტორიტეტი ერთის მეორე, განსაკუთრებით ბასილი. გრიგოლი როგორი იყო? ჭრეტელი იყო, მდუმარე იყო, სხვა ბუნების ადამიანი. ბასილი ცოტა ძალაუფლების მაჩვენებელის და ძლიერი პიროვნება და სხვა. მაგრამ ორივე წმინდა და მამა და როგორც ერთმა გამოცხადება გვამსვლოდა იანვარში დღესასწაულადაც კი დაგვიწესა ეკლესიამ, ბასილის, გრიგოლის და იონეს თანასწორი არიან ღვთისწინაშე, ძალიან მაღლად გამა. ღმერთთან არიან უშუალოდ. ამაზე არ მინდა ეხლა სიტყვა განვამცო. რატომ ის ეკლესიას ეს გამოცხადება უფალმა თავის დროზე გვისაუბრია, გვიხსენებია სხვა შემთხვევებში. ამჯერად ცეკვებს დაუსვამდი ამას. მოკლედ ყველანაირად ეცადა ეს ბასილევსის შთამომავალი, ქართულად როგორ ვთქვა, ცოტა ფამილიარულად შეზრომოდა ბასილის იღლიის ქვეში. და უმცროს მეგობრად მიეჩნია თავი. ბასილმა სულგრძელებით მიიღო თავის მეგობრებში. გრიგოლი ღვთისმეტყველმა თავიდანვე გამოაშკარავა ვინ იყო. მასში გველი იმალებოდა, რაც მერე მართლაც დადასტურდა და გამოშთა. მოკლედ გამოხდა ხანი, ავიდა ბასილევსთა სარდარზე, სამეფო სარდარზე. იყო უაღრესად ამპარტავანი ადამიანი, ქეთ მაღალი, თვით დაჯერებული, პატიმოყარე, დიდებული აგასწორე მოიხიბლა, როცა ის გახდა მეფე და კოლოსალური ასე ვთქვათ შესაძლებლობები მიეცა. პირველი რაც გააკეთა, როცა განიმტკიცა ძალაუფლება, ის იყო ქრისტიანთა დევნა გამოაცხადა. ყველა ჟიდა სასტიკად განსაკუთრებით იერარქია სამღვდელოებასა, მათ შორის ქრისტეს ერიდანაც, მრევლიდან, ვინც კი გაბედავდა ქრისტიანობის დაცვას. აღადგინა კერთავანის სემლობა, ეცადა ამას. იყო დაჯერებული კერთავანის წარმართი. ესეც არ არის ყველაფერი. მან ძალზედ კარგად იცოდა, რომ ურიებს, იუდეველებს სრულად ქრისტიანები და სდევნიდნენ მათ. რამდენადაც შეძლებდნენ. მე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი დამახასიათებელი ებრაული მანკიერება ეს არის ვერცხლის მოყვარეობა, ფულთმოყვარულობა. ასეთები იყვნენ საუკუნეების წინ, ასეთები არიან დღეს და გარდა ამისა, კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ეს არის ნათქვამი წმინდა მამათა ცხოვრებაში. აი თქვა ივლიანე განდგომილზე როცა ამშილობა,
მათ აქვს დაუოკებელი ნატვრა და ოცნება მართონ მთელი ქვეყნიერების ხალხები. ყველა ხალხი, ყველა ტომი, ყველა ქვეყანა. აი დღესაც რა პროცესები ხდება გლობალიზაციის სახით, ამზადებს ერთი ადამიანის მეფობას, რომელიც იქნება რუსი ებრაელი. ბევრი მისაუბრია, სად დაიბადება, როგორ აიზრდება, 12 წლიდან რუსეთიდან სად გადასახლდება და ასე შემდეგ, მისი მოვლენებაც კი არის სამარცხვინოა ქვეყანაზე. უგარხნილესი დედისაგან დანის ტომი და რომელიც განგდებულ ხალხ ებრაელებს სულთ ისინი. თუმცა ებრაელები არიან გენეტიკურად. ჯერ კიდევ დანიელიდან იცოდნენ, რომ აი ეს გველი მოვიდოდა ანტიქრისტე. სად როგორ და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ვიღალა წიგნების გამომიცია მითარგმნია და თავს არ შეიარცხეთ. მოკლედ დღეს გაგვით კიდევ ვიტყვი, იმიტომ რომ თავად უფალი ახსენებს იმ მონაკვეთში სახარებს, რომელიც უნდა ამოგიკითხოთ იმასთან მიმართებით პასუხად, რატომ მოიქცა ასე ევლიანე განდეგელი, რომ დაიწყო ყოველივე ქრისტიანულის და ურიებს აქეზებდა ქრისტიანებს. ემზადებოდა სპარსელებზე გასალაშქრებლად. მას სურდა მომხრეები. ყოვლისა მამონა გაეჩინა მომხრედ. ებრაელები იყვნენ უმდიდრესი ფენა, ნებისმიერი საზოგადოება, ისინი იმ დროს დიასპორაში იყვნენ, ესპერანტელები გაიფანტნენ, მოუხმოა და მოუწოდა, აღუთქვა როგორც იმპერატორმა. მე აღვადგენ, აგიდგენ სოლომონისეულ ტაძრის საძირკველზე, ტაძარს იუდეველთა ღმერთისთვის. აგიდგენთ იერუსალიმს, ოღონდ დაბრუნდით ქალაქში. ლაშქრობიდან როცა რამდენად დაჯერებული იყო, როდესაც ლაშქრობიდან სპარსეთზე გამარჯვებული დაბრუნდები, მე თქვენთან ერთად ვიცხოვრებ იერუსალიმში. დედაქალაქი გახდება ფაქტიურად ეს უთხრა და მე ყოლა დასაწყობს ქვეყნს შევწირავ იუდეველთა, ანუ იუდეველობაზე მოიქცევიო. ეს ლიქნა იყო, ლიქნეულო გარკვეული საკითხი, მაგრამ ახდენა არ ეწერა და აი რატო. მოკლედ მოუწოდა ებრაელებმა განიხარეს, არა აბსოლუტურად ყველა, მაგრამ ძალზე ბევრი დაისდა გახარებული იერუსალიმისკენ. არათუ დიდძალი საგანძური მოიტანეს, თვალმარგალეთი ქართულად რომ ვთქვათ, საკუთარი ხელითაც კი შრომობდნენ, რომ აეშენებინათ ტაძარი, იმდენად მოსწრაფებულები იყვნენ. მაგრამ აი რომ ქართულად რომ მარტივად ისმის, კაცი ბჭორდა ღმერთი იღებოდა და ხრებდა იმილით ამ საცუდავ ადამიანებს. ივლიანე განდგომილს და ყველა იმათ ვისაც მოუწოდა და შეიკრიბნენ. სულ რამდენიმე დღე იყო, რაც გათხარეს საძირკველი და დაიწყეს ის არის საძირკველის შატა, მოხდა საშინელი მიწისძვრა არნახული, ყველაფერი დაანგრია, რაც წამოსიეს საძირკვლიდან, ეს მასალა გაფანტა, ქარბორბალა იყო. ესეც არ არის ყველაფერი. მიწის სიღრმიდან, მიწისძვრის შემდგომ აღმოხდა ცეცხლის ენები და ციდან, ესე იგი, წამოვიდა რაღაც საზარელი, ხუხილი, ელვა, სეტყვა, ყველაფერი აირია ერთმანეთში. შეშინებული ურიები, რამდენიმე ადამიანი იქვე მოკდა, მუშა ხელოსანი, რომელიც მუშაობდა საძირკველზე. შეშინებული ურიები გაიქცნენ თავიანთი თავშესაფრებისკენ, სახლებისკენ და იქაც კი იქამდე სახლამდე მისდევდა ეს განსასწრელი მათ. და ისე იყვნენ შეშინებული, რამდენიმე დღე დაღამე გარეთ ცხვირიც არ გამოუყვიათ. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ დაწყნა და დამშვიდა ყველაფერი, ამცნეს ივლიანეს, მან უგულისხმოდ არ შეიმჩნია, ღვთის რისხვა ვერ დაინახა ამაში და თქვა, რომ ეს რომელიღაც ბუნებრივი მოვლენა იყო. მე მინდა ჩემო საყვარელო გითხრათ, როგორც ქრისტიანმა ქრისტიანებს, არანაირი ბუნებრივი მოვლენები თავისთავად არ ხდება. ყველაფერს აქვს საფუძველი. როგორც შუაგულ საუბარში ვთქვით, ღვთის გარეშე სიოც არ აქვს ამ ქვეყანაზე, არაფერი იოტის ოდენა არ ხდება. რატომ დაუშვა? აი ეს კითხვა კი უნდა დავსვათ. ცოდვათა და უზრუნველობათა გამო. ეს დაახლოებით ივლიანესა და ურიების მხრიდან იგივე იყო, რაც ნებროთმა მანამდე ბევრად ადრე 1000 წლების წინ მოიმოქმედა, როდესაც ბაბილონის კოდოლის შენება დაიწყო და ღმერთს დაუპირისპირდა, ისრებს ესროდა აპარტავანი. და რა მოიგო? ვის გაუმარჯვია ღვთის წინაშე? ეხლა მე თქვენ მოგახსენებთ, რა წამოიძახა ტრაგიკული სიკვდილის წინ ივლიანემ. თავის და არავის არ უიძულებია. აღიარა თავისი მარცხი ქრისტეს წინაშე. ცოტა გვიან მოგახსენებთ ამის შესახებ. ბუნებრივი მოვლენები არაფერი არ ხდება თავისთავად, ყველაფერი ღმერთის ხელშია. და ამ მოვლენებს ბრწყალებში საფუძველს უყრის ადამიანი თავისი უკეთურებით. კაი, ვანებობ თავი. როცა დაწყნადა ეს ყველაფერი, ნელ-ნელა გამოვიდნენ შეშინებული ურიები, გონს მოეგნენ, ასე ვთქვათ.
გადაწყვიტეს გაეგრძელებინათ. ივლიანეს ბრძანებაც მოვიდა. არ შეემჩნიათ ეს ბუნებრივი მოვლენა იყო, ასეთი ბევრი ხდება კაცობრიობის ისტორიით და სხვა. ასე ვთქვათ, დაუვამა წყალებში გული. შეკრიბეს უფრო მეტი მასალა, მოიტანეს თლილი და ძვირფასი ქვები და შეუდგნენ კვლავ შენებას. იმაზე უფრო დიდი მიწისძვრა მოხდა. იმაზე უფრო საშინელი სურათი დატრიალდა. ბევრი დაიხოცა, ბევრი გაიქცა. ივლიანეს მეგობრებმა ახლობლების წრემ თავის გულში ხმამაღლა ვერ გაბედეს მეფის გასაგონად თქვენს რომ ეს იყო მომასწავებელი თავად ივლიანეს ტრაგიკული დაღუპვისა და აუხდა ახლა ეს ყველაფერი. როდესაც ეს მოხდა პირველად და მეორედ ერთ-ერთმა წარმართმა წამოიძახა აი ეს ყველაფერი მიხილა. ქრისტიანები ვეღარ განადიდებენ თავიანთ თუფალს, რომ არის სრულგრძელი და მომთმინეო. ესე იგი, იმდენად ბევრი ცოდვა და უჟულოება, იმხელა აპარტავნება გამოიჩინა ივლიანემ, ამით ეს თქვა, რომ თვით ღმერთი განარისხა და მოთმინებიდან გამოიყვანა და დაისაჯა. ისიც ხომ მოხდა მე ტრაგიკული სიკვდილი. და სხვაგან, ესე იგი, ანტიოქიელებმა თქვენს წარმართებმა გაიმარჯვა ღმერთმა და მისმა ცხებულმა, მისი ცხებული არის ქრისტე. და ეს როგორ მოხდა? ვიდრე მიეშურებოდა ანტიოქიიდან სპარსეთისაკენ ივლიანე თავისი მრავალრიცხოვანი და ძალმოსილი მხედრობით გზად უნდა გაევლო კაბადოკიაზე. კესარია კაბადოკია იყო ეპარქია ბასილი დიდისა, რომელიც ადრე მეგობარი იყო, რომლის მეგობარიც ადრე იყო ივლიანე თითქოს, მაგრამ როცა გამეფდა დევნა დაუწყო ყოველივე ქრისტიანს და ვერ შეარყია ვერც ბასილი დიდი, ვერც გრიგოლის მეტყველი, მაგრამ თავისას ლამობდა. ბევრი გადაასახლა, ქონება ჩამოართვა ქრისტიანებიდან, სიკვდილითაც კი დასაჯა, აწამა სასტიკად და ასე შემდეგ. აი, მიდის თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრობით კესარია კაბადოკიაზე. ეხლა ერთ რამეზე მიაქციეთ ყურადღება და დაუკავშირეთ დღეს რა მოვლენებიც ხდება. როდესაც ეს არეულობა, სახალხო სერნობა დაიწყო, პირველივე დღეებში თქვით ქადაგება კვირა დღეს, რატომ უნდა ვემორჩილებოდეთ ხელისუფლებას? ძირითადში საფუძველი ბაზისი ამ ქადაგების იყო აღებული ესე იგი წმინდა წერილიდან გასაგებია პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან. ამას მე აღარ მიუბრუნდები, რომ პარალელი გაავნე თავად თქვენ. მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ ივლიანე იყო საშინელი მწვავალი, დევნელი ქრისტიანობის, მოწული თავად ქრისტესი და მე ამბობენ ებროთივით. ნახეთ ბასილი დიდმა რა გააკეთა, როცა მის ეპარქიაში შემოდგა ფეხი ამ მწვალმა. პურით და ღვინით შეხვდა. ეს იყო ტრადიცია. ხელისუფალთ, მეტადრე უმაღლეს ამგვარად ხდებოდნენ იქ. კაბადოკია ქართველთა უძველესი სამშობლოა. პურღვინის ქვეყანა, ჩვენ გეორგოსები ვართ. მიწათ მოქმედებიდან გვეწოდა ახლა რომ გეორგ წმინდა არა. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები, ჰეროდოტე და სხვები ისტორიკოსები ჩვენ ვიცოდებდნენ გეორგოსებით, რომ მიწათ მოქმედება გასაკუთრებულად იყო დაწინაურებული და 17-18 ჯიში არსებობს სკორპის აქედან 9 თუ 10 ზუსტად არ მახსოვს 11 ქართველების გამოყვანილია. უნიკალური ჯიშები მათ შორის ლაშქარი გადაივიდა ისევ ფეხზე დგებოდა. იმიტომ რომ ბრძოლაში იყვნენ და რაღაც თქონდა ეს საზრდოა თავი. მოკლედ სვეტუძველესი ქართული ტრადიციით, რომელიც ქრისტიანულიც იყო იმავე, ჩვენ დღეს ვამბობთ პურღვინო არის რუსებიდან შემოსული. ხლებისო არასწორია, გაასწორეთ. პურღვინო საქართველო იყო არის და დარჩება პურღვინის ქვეყანა. რატომ დარჩება? წმინდა სერაფიმერსაროველი რუსი მამა ამბობს, თავად წინასწარმეტყველებს, უკანასკნელ ჟამს უფლის ტრაპეზზე, ანუ ზიარების ჟამს ღვინო ღვთისმშობლის წინხვედრის საქართველოს, ანუ აქ ღვინო იქნება ქრისტეს მოსვლამდე. პირველი სამხრეთ საქართველო იყო, სადაც ღვინო იწდია მართალმა ნოემ წარღვნის შემდგომ და აი ეს იქნება აქედან წარიგზავნება ღვთის ტრაპეზზე ღვინო ზიარებისათვის. ამაში დიდი იდუმალება აქ უბრალოდ ღვინოც არ არის, ეს ღვინო სული წმინდის მოქმედებით ევქარისტიის კანონში ქრისტეს ყოვლადწმინდა სისხლად გარდაისახება და არ მინდა ეხლა გავყვია განმარტებას ამ წინასწარმეტყველებისა სერაფიმეს სიტყვებისა. სხვა დროს იყოს, მეტნაკლებად ალბათ თქვენს მიხვდით. მოკლედ, იყო მწვავალი, იყო მდევნელი, მაგრამ შეხვდა მეფეს, როგორც ეკუთვნა, როგორც უმაღლეს ხელისუფლებას. რატო შეშინდა? არა, ჩემი კეთი.
ბასილი იყო უშიშარი ადამიანი, ხლა არ მინდა უბრალოდ სიტყვა გამიგრძელდეს, თორემ აი მაგ ვალენტი იმპერატორი, რომელმაც შეუდალო მართლმადიდებლობა უარყავი, ნახევრად თუნდაც არიოსულ წამს მოაწერე ხელი. ვერც ათანასე დიდი შეარყია ჩვენ გაცნეული, ვერც ბასილი, ვერც გრიგოლი და ასე დიდი მამები. ეს სვეტების, საქმნოებისა, სიმყლისა და სვეტები, როგორც მოციქული პავლე უწოდებს ასეთებს. და ესე იგი ჯერ გამოუმგზავნა თავისი პრეფექტი მოდესტი, შეაშინა თავის ჭკუაში, რომ გაგჯოხა 39 ჯოხი. ისეთი შეუცვალე ძალიან მშვიდად იყო ღმერთშემოსილი მამა. დიდი ქრისტეს მიერ მშვიდობა ჰქონდა მოპოვებული სულში. ისეთი დაავადებული ვარ, ჩემო კეთილო, ნახეთ რა მშვიდად შეუცვალე. ტრედის გუგულს აგავს. პირველ დარტყმებს თუ გავიგებო, ღვიძლი ჰქონდა მძიმე დაავადებული, ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა მერე. პირველ დარტყმებს თუ გაიგებს ჩემი ორგანიზმი, მერე ვეღარ ვიხსნო ამას. დაბრუნდა უკან მოახსენა ასე მითხრა. დააბრუნა უკან პროცესზე შემოუთვალა გადაგასახლებო. ბასალმა შვიდათვე შეუთვალა. არც ეს არის ჩემი სამშობლო, კესარია კაბადოკია და ყველგან ჩემი სამშობლო იყო, სადაც არ უნდა გადამასხურა, იმიტომ რომ ქრისტეა ჩემი სამშობლო. ქრისტე ყველგან არის და სადაც ქრისტეა, ყველ კარგია. და თუ ქრისტე ჩემთან არის და მე ქრისტეს არის, რა იმიყოს მე კაცო. გაცოფდა იმპერატორი ვალენტი. გამოგზავნა გოლოსთან რომ სიკვდილით დარში. ამჯერადაც შვიდად შეუთვალა. ხოლო დაგლოცა ხოი მეფეო, რადგან შენ დააჩქარე ჩემს მისვლას, იმასთან ვისაც თელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვესწრაფი. ვერაფრით ვერ მოდრიგეს, ვერ შეაშინეს. გამძვინვარებული მეფე არც დაეგო და დაცვას მოახდა ხელს და გააგევა. კესარია კაბადოკია საკმაოდ ბევრი იარა, ბევრი ცოტა თუ როგორც იყო და გაგულისებული, ანუ თავში რა ფიქრები არ მოდის, გადასახლების, მოკვლის, ტანჯვის, წამების, ყველაფერი, გარდა შენდობისა. და როცა მოვიდა, ღმერთმა ისე მოაწყო, ამას განგებულება ქვია, რომ ამ დროს ბასილი დიდი წირავდა, ბასილი დიდი წირვას, ეგრიგოლთვის მეტყვი და თანამედროვე მამები ამბობენ, რომ მისი წირვა გავდა ანგელოზთა გარდანოსვლას დედამიწაზე, ისეთი მადლი ეფინებოდა. და როცა მივიდა, არა თუ ტაძარი იყო სავსე, დიდი ტაძარი, საკათედრო, ეზო იყო გადავსებული და დაცვა დიდი გაჭირვებით გააპო ეს ჭიდროდგარი ქრისტიანები და მიიყვანა კარებთან. უკვე კარებთან რომ მივიდა და დაინახა ეს ყველაფერი, ეს მადლი და ეს შეიღო, ესე იგი იფიქრა, შემიშვებს თუ არა ტაძარში. მეფეს ეკუთვნოდა, ამიტომ ქვია, სამეუქო კარები. იქიდან ეკუთვნოდა შესვლა. შემიშვებს თუ არა. და კარებში იმაზე დაფიქრდა, შეშვებაზე კი არა. ტაძარში თუ შემიშვებს, ტოვაში, სადაც კათაკმევლები დგანან და ზიარებიდან დაყენებულები. ბასილი დიდმა სულით იგრძნო მისი მოსვლა, გაგზავნა დიაკონი და შეუთვალა, რომ შემოსული იყო, როგორც ეკუთვნოდა კეისრისას აძლევდა სამეუქო კარგი. ამათ ძალიან გაუგებდა, რომ მწვალებელი იყოს, ნახევრად, მაგრამ მეფე იყო. მიაქციონ იმათ, ვინც დაწესხალებდა, ჩემში და აქ ის გეხარ. და რა მოიყვება მსოფლიო მამამ და მასწავლებელმა. არ შიშის გამო რა თქმა უნდა, არამედ აღადგინა უფლის სწავლება. მიეც კეისარს, კეისრისა, ღვთისა ღმერთსა. გამიგეთ საყვარელი. არათუ შეუშვა აღსავლის კარიდან, სამეუქო კარიდან. მეფები განსაკუთრებულ ძღვენს წირავდნენ წმინდა ტრაპეზზე, ესეც შეაწირინა. ამან მოხიბლა, ცოტა დავშვიდდა მეფე, მომდოვრდა გული მისი, განიცადეს ვიდრე ზიარება სამსახიობ და ისვა და დაელაპარაკა. და ისეთი დიდი შთაბეჭდილება დატოვა და ისეთი მადლის მოზღვეობა იღო იმპერატორმა, რომ დაბრუნდა რა სამში პირველი დაღლილ მარს დაუსვენია, რაც გაკეთა ედიქტი ბრძანება დაწერა, რომ ხელი არ ეხოთ ბასილი დიდის კესარია კაბადოკიის ეპარქიისათვის. რამდენად ბევრს ნიშნავს ეპარქიას, როგორი მღვდელმთავარი ხავს. დღეს რომ გამოდიან ზოგიერთები და თანაგრძნობას ამ რევოლუციონერებს უცხადებენ სოციალურ ქსელებში და მღვდლების ნაწილი. თქვენ წარმოიდგინეთ ვის ემსახურებიან სინამდვილეში და ვისი მონები არიან. არ ღვევენ ღვთის ამ დიდ ცნებას. გარდა მაგისა ჩვენ გახსენებული რევოლუცია, ესე იგი სერაფიმ საროველას პირველი რევოლუციონერი ზეცაში სატანა იყო. ყველა რევოლუციონერი სისხლიანი გზით მოვაქა ოქტომბრის რევოლუცია. ვარდების გვახსოვს არა მზეთუნახავი, ვარდების გზით მოვა, მიხაკების გზით მოვა თუ წინდა უკან წანწალით ქუჩებში, მათ შორის რუსთაველზე. ყველა ესენი არიან სატანის მოწაფეები. პირდაპირი გაგებით მოხდა რა გადაჭარბებით. გამომდინარე წმინდა ეკლესიის ამსავლებიდან. და ყველა დაფიქრდეს საეროს და სამღვდელოს, საბოლოოდ ვისთან მივლენ და ყველა მივალთ იქ და ვისთან მოუწევთ პასუხის გაცემა და თავის მართლება. საერთოდ თუ შეძლებენ არა თუ იმართლო,
თვალიც კი გაახილონ და ახედონ უყურს. ახლა თვალები არ ექნება შედეშალად მამაო ხორცი გონების თვალი, რომელიც ყველას მოგცა, მაგრამ ბევრ ჩვენთაგან სამწუხაროდ დახშობილი აქვს ცოდვათა და უშულოებათა სიმრავლის გამო. თორე პოტენციურად შესაძლებლობაში ეს უნარი მოგცა ყველას მე. თუ არ მოგცა, მაშინ რატომ უნდა განმეკითხოს? ღმერთმა რომ ყოველივე მომცა ხატება, მსგავსება და ბოლოს მადლი დამაფრქვია და ამისთვის ჯვარცეცვა ხილები განართხა ჯვარს და მომიზიდა. ღმერთი რა შუაშია? ყოველივე მოგანიჭა საკუთარი ძეც ისე შეიყვარა იოანე ღვთისმეტყველი ასე იწყებს თავის სახარებას. ჩვენ არ ვისურვებთ. აი როგორც წინასწარმეტყველი ნახეთ როგორი სევდანარი ხმით ამბობდა უფალი დავით წინასწარმეტყველი ცოდვილ კაცთანო ერთხელ და ორჯერ მივედი და არაინებეს ჩემი მიღებაო. კი მივედი უფალი, მაგრამ არინებეს. ნახეთ სხვაგან როგორ ამოს როგორ დამდაბლებით. მევრე ყოველი ადამიანის გულის გარს. როგორი მორიდებით რეკს. ჯოჯოხეთი შენეცა და სიკვდილით მოკლა. თავისი სიკვდილით. ადამიანს რაც შეეხება ნახეთ როგორ უთხილდება თავის კნილების შესაქმის გვირგვინს მორიდებით როგორც გლახაკი რეკს მის გულისგან თან როგორ ამოს დანატვით. ეგების ვინმე მისმინოს და განმიღოს გულის კარები და როცა გაუღებს თავის ინებით ადამიანი გულის კარებს თქვა სინდისით ელაპარაკება გონებით განსაცდელებით სხვა უფალი მაშინ მარტო ქრისტე კი არ შედის მაშინ მამა და სულიწმიდა ხოლობიჩი იწყებს საუბარს და მრავლობიჩი რატომ დრო ქრისტე მამა და სულიწმიდა ერთ არსია სადაც მამა როგორც ჩვენგან მესამე ხსენებული ათანასე დიდი ამბობს იქ ძიარი სულიწმიდა სადაც ძია სადაც სულიწმიდა იქ არის ორივე ჰიპოსტას ანუ ყოვლადწმიდა საემა ყოველგან ერთად არის რადგან ერთ არსია სამი პირი ერთი არსება და ასე შემდეგ ამიტომ არანაირი გამართლება ეხლა თქვენ იტყვით რომ აბარა ჩვენ არ მოგწონს ეს თქვენ არ მოგწონთ კი არ თქვენ გადახდილი გაქვთ დასავლიდან რომელსაც არ მოგწონს ეს ხელისუფლება რომ თავის ნებაზე ვეღარ ატარებს როგორც უწინათ არის აი რა შეასაქმე ვერც ომში ჩაითრია და ვერც მისი ნების ხელისუფლება მოვიდა რომ ჩვარივით იხმაროს და ეხლა როგორი მუქრებიან იფუფრებიან საქართველოსთან დავიწყებთო ჩვენი ღირსების ჩვენებას ესე იგი სუსტი ქვეყანა პატარა რომ ესე იგი დასაჯო ეს ყოფილა ევროკავშირის ღირსება, ევროკრატების, ამდენი ქვეყანა გაერთიანებული. ჩემი მამა პაპის სულით გეტყვით, ზაღლიხებს ფარამიდის, შენაირი ქოფაკები, დათვები და ტურები, ბევრი მოგიგერიება ქართველებს, ვენაცვალი ჩვენ წინაპრებს. დავით მეფე, ყმაწვილმა გოლიათი დაამარცხა, ვახტანგ გორგასალმა, ოსტან ფალავანი, გმირი. დღესაც დარჩა უფალს თავისი ერგულებით. აი ილია თესბიტელი რომელიც ამხილებდა მეფე დედოფალს უშულოებაში. ეზაბელ დედოფალმა დევნა გამოუცხადა უდაბნოში მისდევენ და იმ უდაბნოში ფეხი დამედგა. სოდვილს ესე დიდი მადლი არის. და ჩაემხო მუხლებში და ღმერთს შეღაღა და ელია, რომელიც ცოცხალი წაიყვანა მეფმა. ერთი მე დავრჩიო და ჩემ სულსაც ეზებენო. ეზაბელი იგულისხმა და მეფე. ღმერთმა გლოსოლალით გადმოსახა, ყურადღებით მოისმენთ. ვინ გითხრა რომ მარტო შენ დარჩი ჩემი ერთგულიო. ყავს 700,000 ისრაელიანებში, ვისაც მუხლი ბაალის, ანუ ეშმაკისთვის არ მოუდრეკია. მართალია გაირყნა ქართველობა, გაბოსდა, გამამათმავლდა, გალესმოსელდა, გატრანსგენდერდა, ახალი სიტყვები შემოვიდა. ფულის მონა გახდა, მაგრამ არა ყველა. ღმერთს დღესაც ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ყავს თავისი ერგული. როგორც სამრევლოთა, ისე საეროთა შორის. თავის დროზე ყველაფერი ღვთისმადლით. რამდენს არ ცდილობენ გაერთიანებას ეს ის სხვა და ვიდრე არ მოვა როგორც მამა გაბრიელმა და ჩემი ყურით მომისმენია. ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა. ვიდრე არ მოვა მირონცხებულია. მეფე მანამდე არაფერი გვეშვება. და მის მერე, რომელიც გარანტია საქართველოს ერთიანობის, აღდება საქართველოს ნიკოფსიიდან ჯარუბანდამის. აი ჩვენი დაკარგული მიწებიც იოსებ სტალინის დაებრუნებინა ტაო-კლარჯეთის შავშეთის საქართველოსთვის და მოიშორეს და არა მარტო ამის გამო. ეს ყველა მიწები ღვთისმადლით დაბრუნდებოდა. მალე იქნება მერე უკვე მეორედ მოსვლა. რა თქმა უნდა, აქ ქილიკების გამოჩნდიან ფსევდოლიბერალები, რევოლუციონერები. მაგათი შეხედულება ჩემს ერთ არაფერს არ წარმოადგენს. ესენი არიან საშეცდომილი ცხოვარი ქრისტეს. ეგ დაავიწყოთ, რომ ქრისტეს მხრები არიან. ღვთისმშობლის მდგომელები არიან. არაფერია. ღმერთი
ვინც მოირჩია უფალმა ღმერთმა, როგორც ღვთისმდიდრული პავლე თავისი მარადიული ბეჭდით დაბეჭდა, ყველას მოიყვანს თავის კარზე. ეს ასეც იქნება. ეხლა მოდი ეს ვნახოთ ივლიანეს მაგალითზე. ხო ომი გამოუცხადა ღმერთს, ნებროთივით ისრებს ესროდა და რატო დაიწყო ეს ყველაფერი? ყურადღებით მოისმინეთ. და როდესაც იგი ლანძღავდა ღმერთს და მათ უარად აცხადებდა, პირდაპირ გაგებით გამოაცხადა ორიებისა სხვათა წინაშე, იესო ქრისტე, ქრისტიანთა ღმერთი არის მათ უარა. და აი ეს ადგილი მოიყვანა სახარებით, მოისმინეთ ყურადღებით. ახლოვდება ქრისტეს ვნება წამება ჯვარცმა. ბოლო ასვლით ავიდა იერუსალიმში. ტაძრიდან გამოდის და ნახეთ ერთ-ერთი მოციქული, როგორც მარკოს აწერია და მათეს აწერია და სხვა მოციქულებს ეთყობა აღვრის და მათაც აინტერესებდათ, რომ ის მოყვარება ჰქონდათ, ის რაზედაც დაუშვა ამ ერთმა მოციქულმა კითხვა. ნახეთ რაც ეუბნება. გამორაივიდოდა იესო ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ამას ერთმა მოწაფეთა მისთაგანმა. მოწვა იხილე რაბამი ქვებიარს და რაბამი შენებულებაა. სოლომონის ტაძარზე მიუთითა. რა ლამაზი ქვებია, როგორი თლილი ქვებია, რა ვება ქვებია. ნახეთ პასუხად ქრისტემ რა უთხრა. მიუგო იესო და რქვამას, ხედავ ამათ დიდითა შენებულთა. ესე დიდი ქვებით იყო, თლილი ქვებით შენებული. არა დაშთეს ქვაი, ქვასაზე და რომელი არა დაირღვეს. სრულიად გაუგებარი ასეთი ვება ტაძარი ამხელა ქვებით ნაგები, როგორ უნდა დაინგრეს ისე რომ არაფერი აღარ დარჩეს მისგან. ერთადერთი ღვთის განგები დარჩა კედელი, ხოლმე პატარა კედელი. დღეს ებრაელები ამას ეძახიან გოდების კედელს, ყოფილვარ. სხვა შორის იქ რომ ვიყავი, მიტრიალებდნენ ქართველი ებრაელები, რომ გაიგეს რომ საქართველოდან ვარ. და მე ამ დროს ქადაგებ ბოლო ჟამზე. როგორ მოვა ანტიქრისტე იერუსალიმში ენოქი, ელია, რა მოვლენები დატრიალდნენ. წმინდა წერილიდან უყვები და წინა სამრეწველთა წიგნებიდან და უამრავი ხალხი შეგროვდა, მათ შორის მთავრობის ხალხიც იყო, ისინიც მოვიდნენ და ერთი ებრაელი განსაკუთრებით მიტრიალა და ბოლოს მოვიდა და მკითხა, როგორ იერუსალიმი არ არისო წმინდა ქალაქი? იერუსალიმი არის წმინდა ქალაქი, შვებით ამოიოხრა. მაგრამ ანტიქრისტის დროს იქნება შეგინებული. და მე ვისაუბრო მეორე იერუსალიმზე, რა მადლიმისა ღმერთმა. აიც ეს იგი ქართველი ებრაელები სულ სხვანაირები არიან. ყურში მოვიდა რამდენიმე ებრაელი ცალკე გამიყვანეს ქადაგების შემდეგ ყურში მითხრეს, მამო, აქ ფანატიკოსი ებრაელებისგან არის. ჩვენ ეს რომელიც მე მელაპარაკობდა, რაჩიდან იყო წარმოშობილი. საქართველო უყვართ ჩვენზე მეტად. ულახდილად გეუბნებით, რაშიც მე დავწმუნდი. ჩვენზე მეტად უყვართ საქართველო. ჩვენ რა საქართველო ვიყავთ, ჩვენ ვიყავს მამონა. ვინც გადაგვიხდის, იმის დაკროლზე ვიცეკვებთ. დღეს არის გუშინი შეერთებული შტატები, მე ეხლა არის ევრო, ჩინეთი როდესაც აძაგებენ და ვითომ ამის გამო უპირისპირდებიან ამ ხელისუფლებას, ამათაც დაემონებიან. თავარია გადაიხადო. გამიგეთ საყვარი. აი ეს არის სამწუხარო რეალობა. ერთი სიტყვით ასე უპასუხი ამაზე. მადლობა გადაუხადე, რომ აი როგორ გეტყობა, რომ ქართველი ებრაელი ხარ, დაბადებული გაზრდილი მეთქი, ამას ხვები არ გააკეთებენ მეთქი. ხო არიან რუსი ებრაელებიც არიან, ესე იგი ფრანგი და სხვა, მაგრამ მხოლოდ ქართველებს უდუხთ ესე გული მეთქი. და ჩავეხუტეთ ერთმანეთს. და ესეც იცოდე მეთქი, რომ მე მესიაზე ველაპარაკე. იქ არიან მესიანელი ქრისტიანები, ებრაელებში ეკლესიაში არიარებიან. არ აღიარებენ, მაგრამ ქრისტეს აღიარებენ მესიად და დევნა თავიანთი ხელისუფლებისგან. დევნა იმათა აბსოლუტურად. თორე აქ ვინ რამეს დევნის აგე ღვაწლივით გამრავლდა სექტანტობა და 1000 გარი გაუგებარი ჯულის ისეთი აღსარებლობები და რელიგიები. ყველას თავის დროს ბოლო მოეხლა ეს მიროცხებული მეფე მოა. აქ საქართველოში და იქ რუსეთში. იქაც ესე მოხდება, არც ერთი ურია და არც ერთი სექტანტი არ დარჩება, როცა ის გამეფდება. იცოდეთ რომ ეს საქმე დაძრულია. უბრალოდ ყველაფერს ვერ გეუბნებით. პროცესი, როგორც ასეთი, მეფისთვის გზის მომზადება დაწყებულია, მაგრამ ესეთი არა, როგორც უმეტესობა ფიქრობს, რომ ამოირჩევენ პირდაპირ მემკვიდრეს და იმას დაასხამეხენ. ღმერთი ამას არ უყურებს. ღმერთი უყურებს გულს. დავით მეფეზე რა თქვა? იყო მეფე, არის, ცხებს იყო, ძმებში ყველაზე უმცროსი იყო. და ესე უარი თქვა, სამუელმა არ აქვს ხარტეც იმის, ესენი არ არიან, ღმერთს ნიშნავს არ მაძლევს. და ყავ კიდე ძმაო და კიო აქ ცხელსია და იმაში ცხვრებში არის მოიყვანე თუ არ მოიყვანეს და უკვე ეხილა სული წმინდის მადლი როგორ გადმოდიოდა მასე.
და სხომას ზეთი გარდააქცია და ამგვარად ესე იგი მეფეთ. მაშინ როცა მეფე არსებობდა, საული რომელსაც დევნა გამოუცხადა, მაგრამ ვინ როგორ დაამთავრა ცხოვრება, ეხლა მოვიგონოთ. მოკლედ, რა თქვა ღმერთმა, როცა ღმერთმა საულის ხელით აკურთხა დავითი. ნახე კაცი გულისა ჩემისა. თავისი გულის კაცს ნახავს. აქაც და იქაც. რუსეთში იქნება რომანოვი დედი ბაგრატიონი. თუ გაინტერესებთ. დანარჩენზე ბერე ვილაპარაკოთ. ეხლა მე რო ეს საიტყვა გაფსე, ესევე ყურადღების ქვეშ ამიყვანენ გარკვეული ორგანოები. ამიტომ სიბრძნე ესაა განდეგილია, ის კი არ არის თქვა რაიმე. არამედ იცოდე, როდის თქვა და როდის არ თქვა. ყველაფერი მოვა ბუნებრივად. საბერძნეთშიც როგორ მოხდება, მეფეს როგორ გამოუჩენს. იქნება ბასილევსის თავმოყრება, კაცის შულს არ ეწოდინება ვინ არის ეს. ეს მოხდება მე-6 ომის წინ, რომელიც იქნება თურქეთის ტერიტორიაზე. სლავები და ბერძნები ანუ მართლმადიდებლები დანარჩენი წარმართული სამყარო მათ წინააღმდეგ. აი სწორედ მაგ დღეებში, როცა უმძიმესი დღე ზეწოლა ექნება ევროკავშირისგან ბერძნებს და არა მარტო ევროკავშირისგან, თელ ამ ბოროტების ძალებს ხმა იქნება ზეციდან. ერთსა და ორ ხურში კი არ უჩურჩულებს უფალიან სიზღვრეული ჩვენებით კი არ ლამის ყველა გაიგებს ზეციდან ხმას. მიასწავლებს კონსტანტინოპოლის გარეუბანში ამადა ამ ადგილზე მიხვდა იქ პატარა ქოხში, სახლში არის თქვენი კანონიერი ბასილევსის შთამომავალი. მართლა სწავლენ, მოძებნიან, აღმოჩნდება, რომ ის არის ბასილევსის შთამომავალი, ბერძენი. მას გაამეფებენ და ისეთი ძლიერი იქნება, რომ ესე იგი ჩინეთსაც კი შეებრძოლება ბოლო მე-7 ომში, სლავებთან ერთად. რაც შეეხება რუსეთის მეფეს, ისეთი ღვთისმოსავი ადამიანი იქნება, ძლიერი პიროვნება, თვით ანტიქრისტეს ექნება მისი შიში, ამ წყეულს. და სწორედ მაგ პერიოდში იქნება, რომ დიდი რუსეთის დიდი მეფე პატარა საქართველოს მეფეს დაუჩოქებს და პატიებას ხოს ყველა ბოროტებისთვის, რაც კი გაუკეთებია ჩვენთვის და პირველ მხედველობაში მაქვს ავტოკეფალიის გაუქმება, სრულად უკანონო და უშუალოდ და მირონცებული მეფობისა საქართველოში. კაი, ამაზე მითქივათ ბევრი დავანებოთ. მოკლედ რა, უფალმა იწინა საბეთქოლო, დადგება დრო და ქვაზე არ დარჩება. მართლაც რა მოხდა საყვარელო? მაცხოვრის ამაღლებიდან დაახლოებით 30 წელიწადი იყო გავლილი, როდესაც ისრაელში, პალესტინაში მოხდა დიდი აჯანყება. ვინმე ებრაელი, იუდეველი ბარ-კოხბა ჩაუდგა სათავეში. გაილაშქრეს რომაული ძალმომრეობის წინააღმდეგ ხელისუფლებისა. საკმაოდ დიდხანს წლების განმავლობაში შეინარჩუნეს აი ეს მოხდით, რომ ვერ პოულობენ ესენ და ერთმანეთს უპირისპირდებიან. იმიტომ რომ საერთო გაფერთიანება იდეა არა, მაღალი არაფერი. ყველა არის ქვედა და ყველა მამონას უკავშირდება. მოკლედ ბოლოს გადამწყვეტია ბრძოლისთვის რომის კეისრის ბრძანებით დაეცა ვება ლაშქრობა რომაელებისა. გარეთ შემოადგენენ იერუსალიმს. რამდენიმე წელიწადი უწევდნენ ბარ-კოხბა და მისი აჯანყებულები წინააღმდეგობას, მაგრამ ისე გაჭირდა ქალაქში, წყლები გადაუკეტეს. წვიმის წყალზე იყვნენ მინდობილები. და შეიძლება გაგეღიმოთ, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით არ რომ პირდაპირ გაგებით, როგორც ივანე ოქროპირი და ეკლესიის ისტორია მოგვითხრობს, ვირთხები და თაგვებიც არ იპოებოდა რომ ეჭამათ. ისეთი შიმშილობა ჩამოვიდა, ბევრი დაიხოცა. ინფექციური დაავადებები გაჩნდა თავისთავად და სხვა. და ბოლოს როცა შეანგრიეს კედელი, იქ ერთ-ერთ უბანში ხორცის სუნი იყნოსეს რომაელებმა და გაუკვირდათ. როგორ? საჭმელი არ აქვს საიდან ხორცის სუნი. და როცა სუნით მიადგნენ, აღმოჩნდა ერთ-ერთი არისტოკრატი, ქვრივი ქალის სასახლე. და კარი რომ შეაღეს გაოცებულმა ჯარისკაცებმა, სუნი ერთად უფრო მძაფრად ხორცის. ეს დედაკაც, ეს ქალი იჯდა, ჭამდა ხორცს და epatishebოდა, მოდი ჭამეთო, ეს ჩემი შვილია, ყრმაო. ეხლა ხან დავყალი და შევწიო. ხედავთ რა სუნი დატრიალდა. ჭყვიდან იყო უკვე გადასული, შიფშილისგან. აი მოგაგონებ, ჩარლი ჩაპლინის ფილმი რო ოქროსი ეცხელება. ოქროს უეძებენ და თითოეულობა და პატარა ხის კოქში არიან და ხან ქათმად ეჩვენება და ხარა ჩაპლინი და დაძდებს შესაჭმელად. წარმოდგენეს ვიხარ თქვენ საღარიბას არ აკეთებულ და ფილმებს კი უყვართ უყურებთ, აიმიტომ გეუბნებით აქედან. მოკლედ საბოლოოდ აიღეს დაამხეს.
როგორ უფლის წინასწარმეტყველება ახდა დაანგრიეს იერუსალიმი სულ ერთიანად, როგორც მოჯანყდა დედაქალაქი, დაანგრიეს სოლომონის ტაძარი. ღვთის მიშვები მხოლოდ კედელი დარჩა, რომელიც დღემდეა. ამის ნიშნად. აი ეს სიტყვები თქვაო უფალმაო ქრისტიანთა. ნახოთ აბა თუ არის ჭეშმარიტება. ის მათყუ არა იყო, როგორც ასეთი. და იგივეს ეძახდნენ ებრაელებიც. სექტის დამაარსებლად მიაჩნდათ იუდეველთა წიაღში. და ამიტომ გასაბრძანება დაიწყო შენება მობილიზებული უამრავი ხალხი არა მარტო ურიები, ხელოსნები, მოშები, ღვთისმშობლები და ასე შემდეგ და საბოლოოდ ესე იგი რითი დამთავრდა მე უკვე მოგიხევით. ვერ ახდა წინასწარმეტყველება. ეგეც არ არის ყველაფერი. მოთავე ამ ყველაფრისა როგორ ასრულებ თავის ზაღლომანდურ ცხოვრებას. და ეს ყველა სამშობლოს მოღალატე და განა არ გეფიქრებათ როდის გააუქმეს სამშობლოს მოღალატის კანონი. სამშობლოს მოღალატეს და რატომ აღადგენენ დღეს? და გვარებიც გითხრა, მე მგონი თქვენ კარგად იცით ეს ყველაფერი. დაწაფებული ხართ ინფორმაციას. ზოგჯერ ერთსა და იმავე 30-ჯერ არ უყურო 28-ჯერ მოყიდე და ის ორი წამი მოანდომე წმინდა წერილს და მოამბის. რა იქნება, როგორ იქნება, როგორც წმინდა წერილს და წინასწარმეტყველება ყველაფერი წერია რა არის, რა იქნება მომავალში და საბოლოოდ რა იქნება. მოკლედ ვიუბრუნდეთ ივლიანეს წლევამოსილი თვითდაჯერებულობით მიემართება ბასილის რომ შეხვდა როგორც უმაღლესი მისარა ეს პურღვინო მიაწოდა ფეხი ამოუთხა ამ თავხეთმა გადაუცია პურღვინო და უთხრა ჯერ შენთვის არ მცალია გამარჯვებული რომ დაბრუნდები სპარსეთიდან აი მაშინ ნახავ რასაც მოგაწევ ბასილი დიდმა შვიდად უპასუხა ცეცხლში მიდიხარ და ცეცხლში დაიწვევ და ეს სიტყვები აღმოჩნდა წინასწარმეტყველება მართლა წაიღო ჩასულია სპარსეთში ზოლი რა აგებენ თქვენი ენით ვამბობ უკვე ეს ივლიანე განდგომილი და მისი ლაშქარი და ესე იგი მეფე რომ გადარჩეს ქალის კაბა გადაიცვა ჩვენ საკავს არა ესეთი გვირგვია აფხაზეთში კაბა რომ გადმოიცვა და აქ რო ჩამოვიდა გვარი გახსოვთ ხო აღარ არის საჭირო მგონი აი ეს იქიდან არის და კარგად ახსოვს ეს ერთ-ერთი დევნილია იქ არ მინდოდა მეთქვა და რაკეთ წამოიძახა გეტყვით იყო ქართველობის მომხრე გაავში აფხაზეთში ქონდა დევნა როცა სისხლიანი გზით დაიწყეს ქართველების დევნა ვინც ვერ გამოაცა ბევრი ამოხოცეს მთელი დღე და ღამე ციმ დინარეში იდგა რომ არ მოეკლათ იმალებოდა ხიდის ქვეშ იმის მერე დაავადებები დაემართა რა თქმა უნდა და რა დროს იყო ტოლვა აფხაზეთიდან გასვლა და მეორე ტოლვილი ეს არის ეს ღვთისმიშვებით მოხდა თქვენ რო იცოდეთ აფხაზეთში რომ ქართველები იყვნენ ქართულს არ კაჭრომობდნენ მეგრელები პირველყოლის რუსულ სკოლებში დადიოდნენ კარიერას რუსეთზე ორიენტაციით იკეთებდნენ და დღეს ამბობენ როგორ დაეკარგა აფხაზეთი ჯერ დაეკარგა ქართული სული და მერე დაეკარგა ქართული მიწა მარტივად რო აღიხსნათ ეხლა რა მოხდა ახლა ჯერ ეს არის საჟელი მეორეს მხრივ წყალობა მაინც ამ ტოლვილებისთვის ამაზე პირადად არ ვამბობ აქ მე მყავდა ტოლვილები ქართულს ქეთდა კოტესავით ამტროებენ ფილჭიროა ფრანცისულად რო ლაპარაკობდა ესე ლაპარაკობდნენ ქართულად ქართული ისწავლის აქ მორწმუნეები გახდნენ ილორში თუ შევიდოდნენ მხოლოდ იმიტომ რომ ერთმანეთი დაეწყებლა და ხაცზე გადაეცათ იმ ქართველებს დღეს ღვთისმოსავები არიან არაკველა რა თქმა უნდა ახაც ღვთის ხელია ცოტა ღრმად ჩაუფიქრდით მოვლენებს დაბრუნდება მამაო საწყალობელი თვალებით მიყურებს ზოგიერთი ჭეშმარიტად ეს ასეც იქნება მაგრამ არაფრის გამო არაფერი არ ბრუნდება არაფრის გამო არაფერი არ იკარგება საყვარელი აი ამაზე გმართებს არა მარტო დაფიქრება არამედ სურვა ასე და ამგვარად გადაიცვა კაბა ცოცხალი თავის ზაღლური სიცოცხლე გადაერჩინა საბძელი მონახა ივლიანემ იმპერატორ მარდა გავისტეთ და შევარდა საბძელში და დაიმალა ბზაში ომის დროს ერთ-ერთმა სპარსმა მეომარმა ცეცხლ მოდებული ისროლა საბძლისკენ და საბძელი დაიწვა ახდა ბასილი დიდის წინასწარმეტყველება ცეცხლში მიდიოდა და ცეცხლში დაიწვა პირდაპირი გაგებით ამ მაგალითის და სხვა მაგალითების განხილვით და გათვალისწინებით მოდით საგვარელო ნუც ჩვენ წამოვიწყებთ ღვთის გამარისხებელ საქმეებს არამედ როგორც უფალმა საუფლო ლოცვა წოდებულ ლოცვაში გვასწავლა იყავ ნებაში
ყოველი საქმე ბასილი რა კი ბევრჯერ ვახსენე ბასილი დიამს კეთილსა იქს ქრისტიანი თუ კი ლოცვით დაიწყებს ყოველ საქმეს ანუ ღმერთს მიანდობს და შეავედრებს ლოცვით განასვენებს ანუ მადლობას შესწირავს ასე კი არა მე მინდა ბავშვი რომ ფეხებს უბაკუნებს მამიკოს თუ დედიკოს არა იყავ ნებაში მე ადამიანურად ფიქრობ რომ ეს მჭირდება მაგრამ იყავ ნებაში შენ უკეთიც მე მჭირდება აი ზოგიერთი ითხოვს რომ გამდიდრდეს შემოსავალი გაეზარდოს აქამდე თუ იყო მოწყალებული საბრალო ადამიანი თანაგრძნობა იცოდა ხელის გამართვა ახლა რომ თვითკმაყოფილებაში ყველაფერი ეს დაივიწყა და თუ არ დაგალეთ ვიცი დაგალეთ მაგრამ ჯობია აქ დაგალოთ ვიდრე იქ დაგტაჭოთ სატანის ანგელოს დანიელ ახალი წინასწარმეტყველი არის ასეთი წმინდანი რომელსაც წინასწარმეტყველი მადლივისა ღმერთო ერთხელაც მიემგზავრებოდა რომელიღაც სავანეში გზად შეხვდა დედათა მონასტერი რა შორი გზა იყო და ხამდებოდა დედემარმა შეიცნეს სთხოვეს დაუჩოქეს პირდაპირ გაგებთ რომ შესულიყო მათთან ერთი ღამე მაინც გაეთია ნუ შევიდა იქ ისაუბრეს ღვთისმსხვილ საგნებზე კითხვებს უსვამდა ტრაპეზი დაუგეს და ესე შემდეგ და ესე იგი რომ შეხედა ამ დედების ღვთისმოსაობას რომ შეხედა ძალიან გაიხარა ღმერთს შესთხოვა რომ ამ მონასტრისთვის მადლები ეცარა იმ აი წყალობა რომ მეტი მოწყალება გაეცა ბეც დახმარებოდნენ ბევრი მოეზიდა ქრისტიანობის გზაზე მონასტერში და სხვა მაგრამ ნახეთ შედეგი რა იყო წმინდანი იყო და ღმერთმა უარი არ უთხრა მაგრამ მე გასავლა სიმწრით რომ არ უნდა ეთხოვა ეს რა უნდა თქვა პირობოლისა სოდვათა მიტევდა მან ყველაზე კარგად იცის ამაში მე სიმდიდრე დამეხმარება თავისი მოწყალებით თუ გაჭირვება და ტკივილები მე მიყვანს ღმერთის აღიარებამდე ეს მხოლოდ ღმერთმა იცის ამიტომ მოწინ აღუდგებით უფლისთან მიყვეთ ღვთისთან შენი ლოცე ითხოვეთ მან უკეთეს წყალობელმა მამამ მოყვარულ რა მოგანიჭო შენ გააგზელა გავიდა და ერთ სოფელში შემოაღამდა რამოდენიმე დღეღამის შემდგომ და იქ იყო ვინმე ქვის მთლელი ევლოგი წმინდანია დღეს წმინდანთა დიპტიხშია შეტანილი და ამ სოფელში რომ მივიდა ესე იგი დღეს ბირჟას ეძახდა რა გზაჯვარედინი იყო და იქ ჩამოჩნდა და ფიქრობდა ხამე სად გაეთია ამ დროს მოვიდა ეს რომელიღაც ევლოგი მოკრიბა იქ გლახაკი ვინც იყო მწირი ანუ შორეული ქვეყნიდან მოსული თუ ისა უსახოკარო და წაიყვანა ყველა მათ შორის ამ მონაზონსაც კითხა რომ თავშესაფარი არა უნდა მოკიდა ხელი და წაიყვანა სახლში მიიყვანა აღმოსავლური წესი პატარა სახლი ჰქონდა ფეხები დაბანა ეს დიდ პატივისცემად ითვლებოდა მაშინ სუფრა დაუდგო და საკუთარი ხელით მოემსახურა ძალიან მოეწონა ეს ადამიანი დანიელ ახალ წინასწარმეტყველს და ღმერთს ძილად მისვლის ლოცვაში სთხოვა რომ უფალო რა იქნება მეტი მისი ამას შემოსავალიო რომ ესეთი მოწყალე გული აქვსო და დაეკითხა როგორ ცხოვრობ დაინტერესა დანიელი ამის ცხოვრება ყოველდღიური მუშაობა რომ ხედავ კლდეს მკვეთ ყიდი იმქოს თვითონ მოდიან და ყიდულობენ არც თუ ძვირად სამათყოფ ჩემ შემოსავალს ერთს გლახაკებს ვაძლევ მოწყალებაში და ტრაპეზს უგებ მეორეთი ინსტრუმენტებისთვის ვინახვა გავალეს და დაბლაბდა რა თუ გატყდა და ახალი შევიწინო არსობის პურიაო ბოლოს და ბოლოს და მესამეს თავად ვიხმარ მეც ადამიანი ვარ ხორცი მასხიაო ძალიან მოეწონა მის ცხოვრების მარტივი წესი რომელიც უეჭველი გზა იყო ცხონებისა ამისთვისაც შესთხოვა ესე იგი მოწყალება მეტი მოწყალება მიეცა ღმერთმა გამოეცხადა და უთხრა ნუ მთხოვო რაც არ იცი მაინც დაჟინებით ითხოვდა თავისას წმინდანი იყო და ღმერთმა უსმინა მას და აუსრულა ლოცვა იქ მონასტერი გამდიდრდა მაგრამ მოდი ნახოთ რა დაემართა მონასტერს ბევრი შემოსავალი რა შემოვიდა უკეთესი საჭმელ-საცმლის შეძენა სანოვაგის იწყეს ზოგმა ღვინის მასაც მიჰყვა ხელი ზოგმა აქტმაც გატეხა მონასტრიდან გავიდა ნასვამი მეთადრე და სიძვის მძიმე სასიკვდინე ცოდვაში ბრუშობისა ჩავარდა ეს გამოცხადებით აჩვენა დანიელ ახალს პასუხს ვინ მისცემს ამ დაღუპული სულებისთვისო და მაშინ მოიგო გონზე ეგაც არ არის ყველაფერი იმ დილას როცა ითხოვა მეორე დილას ესე იგი ევლოგი ჩურულების ერთ წავიდა ერთ-ერთ კლდეს მიადგა და დაიწყო გამოკვეთა ჩამოვარდა ვება ლოდი როგორც კი დაჰკრა და აღმოჩნდა რომ გამოქვაბულია შევიდა გამოქვაბული სიღრმეში კვარით გაანათლა და ხო ისაოცრება უამრავი თვალ მარგალიტია
ეხლა ნახეთ პირველი ბრძოლა უკვე რო ეშმაკმა. თხე რომ გადავსიდო, წამართლევენ, გაიგებენ. ამიტომ ღამ დაგმანა ისე პირობითად მეორე ღამეს მოვიდა გვიან შუაღამისას ახლა მაძილი წინავს ადამიანს და ესე იგი ზლოდი გადმოაგორე ისევ და ვაშკარანი ძველ ქართულად ჩანთას ნიშნავს ვაშკარანები და ერთ მოსულა ჩაყარა ყველაფერი წავიდა მაგრამ უკვე გული მეორე დღეს რომ გაიგვიძა გული აღარ გაუწია სამუშაო რა თქმა დამუშავა ამდენი მაქსული რისთვის მიცვალო ადგა და წავიდა დედაქალაქში ისე რომ არავის არაფერი არ უხა კონსტანტინოპოლში ჩავიდა ამ ფულით იყიდა არა მარტო დიდებულის სასახლეები და სხვა იყიდა მინისტრობა მოხელე გახდა დიდი იმპერატორის და ისიც ასე იღუპებოდა აი ამის გამო დანიელ ახალმა გამოცხადება იხილა რომ ჯოჯოხეთში არის ჯვარზე გაკრული და იწვის ღმერთი ეხლა რისთვისო მე ხო შენს გზაზე ვიარებოდი მთელი ცხოვრება აი ამისთვის დედათა მონასტრისთვის და ევლოგისთვის რომლის იღუპებიან მაშინ სკოლა დანიელმა რომ შემიწყალეო შენდობა მომეცი მე წავა და ვეცდები ისინის და ისინიც ძველი ცხოვრების ასე დავაბრუნო და თავის ლოცვაში როცა ეს გამოცხადება მორჩა მუხლზე დადგა და კირილით შესწრაფა შეწეოდა როგორც ერთთ ისე მეორეთ და ევლოგიზე ნახეთ რა მოხდა იქაც და იქაც სინამდვილე მაგრამ ნაწილი უკვე დაღუპული იყო და ეს წარწდა და მოეკითხა დანიელს ხო წმინდანია წმინდას როგორ მამაო თქვენ არასწორად ასავლით თუ წმინდანია და ესე იგი მეორე მოსულს საბოლოო დამკვიდრებელ სასწაულში როგორ მოკითხავს პასუხს ჩვეულებისა აი მაგალითად ლეონ დიდის რომის მაშინ მართლმადიდებლები იყვნენ როგორც მას მოკითხა წმინდანია თან პაპია მაშინ მართლმადიდებლები იყვნენ მაგრამ უღირსი ადამიანების კურთხებისთვის უდლად თუ აკურთხა სასულიერო პირად გამოეცხადა უფალი და უთხრა პასუხს მისცემ მეორედ მოსულის შანსს უფალს ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა უпроსტო პეტრე მოციქული თავად რომელიც საფლავზე ციარებოდა ერთ-ერთ მარხვაში და შუამდგომლობას გამოეცხადა პეტრე პავლოვის წინა ღამეს და მამაო გიშუამდგომლე ღმერთო ყველა ცოდვა გეპატია გარდა ის რომელიც დაინტერესდა არასწორი ხელდასხმისთვის ანუ უღირსი ადამიანების სასულიერო პირებად კურთხებისთვის პასუხს მისცემ ღმერთი ისე გამეგვერდა სემინარის სტუდენტი ვიყავ პირველ როგორ წმინდანია და დიახ მეორედ მოსული წინ დროს ის მისცემს პასუხს ისე როგორც დანიელ ახალი წინასწარმეტყვი და თუ ეს წმინდანები მისცემს საგვარეულო შეცდომებისთვის პასუხს ჩვენ რა უნდა ვიკითხოთ მართალი თუ ძნელად გადარჩება როგორც წმინდა წელი აქვს ჩვენ სოდვილების სადღა მოვიდეთ უფლის სამშაბლოს აი როგორი სინანული უნდა გქონდეს არა თვითკმაყოფილება თვითდაჯერებულობა მოწყალება რამას ვაკეთებ ასე მარხული ფარისევლის ცხოვრების წესი მაქვს სინამდვილეში და ფარისევლის მსჯელობა როგორ მოიქცა სოდვილი ადამიანი მეზვერე ეს თავს იქებდა და ის ჯიხს ირთხავდა და სიტყვას ვერ პოულობდა რომ პატიება იყო ღმერთო მიუხინე ამ შემინდებ სოდვილი მე სოდვილსა და ვინ გამოვიდა განმარტებული ამას მეტი არ სოდვილი გვხვდები ამას უფალი იესო ქრისტე ამიგავში განმართლებული გამოვიდა მონანული მეზვერე ამიტომ ოქროპირის ამბობს დასასრულამდე დავისა განმარტებაში ჯობს ისევ სოდვა სინანულით ვიდრე სიმართლე თვითკმაყოფილებით და მზვაუბრობით ღმერთმა გვაშოროს მაგისი მაგალითი თავდაბლოის უფლის სახით აქვს პირველის ორ თავაზით მეფის შთამომავალი გაჩნდა რა სასახლეში მეფისა არამედ მიყრუებულ უდაბნოში საქონლის სადგომში ბაგაზე მიიწვინა და უბრალოდ ჩრებში გაიხვია ღვთისმშობელ მარიამის ხელით დაბადებიდანვე გვიჩვენათ მაგალითი თავდაბლობისა და იმავე დღეს რა იგალობეს ანგელოზე მცხერსა წინაშე დიდება იმ მაღალთაში ნაღმერთსა ქვეყანაზე დამშვიდობა კაცსაშორისად ამისთვის მოვედიო აი ჩემი სიყვარული წვერვალი ჩემი სიყვარულისა ჯვარი ნიშანი ძისა კაცისა რომელიც ასევე გამოჩნდება ქრისტეს დიდების დაბრუნების წინ მეორე მოსვლისას აი ეს საუბარი რომ გაიმართა ქრისტესა და მოციქულებს შორის ვაი რა ლამაზი ტაძარია როგორი ლამაზი ქვებით შენებულია და ასე შემდეგ უფალმა ამის შემდეგ ეს რო განუმართა უწინასწარმეტყველა რა მოხდებოდა ამან აღზრდა ფიქრობ და ღვთის სიბრძნემ გაიყვანა მოწაფეები არა ხალხი მოწაფეები მოციქულები და იწყო წინასწარმეტყველება მეორე ძალიან ვრცლად იქადაგადა წინასწარმეტყველება მეორე მოსვლაზე მათ შორის ახსენა დანიელ წინასწარმეტყველის საძაგელი მოოხრებისა დადგება წმინდა ადგილას ის რაც მოხდა
ეს წმინდა ადგილი საბოლოოდ შეგინებული იქნება, როდესაც ამათი რჩეული ურიების ანტიქრისტე გამეფდება, გამეფებენ. სოფლიოს ახალი სახლი ჩამოყალიბდება გლობალიზაცია, ინტეგრაციის პროცესების შედეგად, რომელიც სახეცია, როგორც ხედავ, პირველად უნდა შექმნილიყო ევროკავშირი, 5 წმინდა მამამის წინასწარმეტყველა, ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ახალი სოფლიო სახლი, რომლის სათავეშიც მოიყვანა ანტიქრისტე. მაგრამ რუსეთზე არის ესეთი თურმეობითი წინასწარმეტყველა. შესაძლოა რუსეთი ამ ახალ სოფლიო გაერთიანებაში არ შევიდეს, რის გამოც კიდევ უფრო მეტი მტრობა ექნება დანარჩენი სოფლიოსაგან. დანარჩენი რა არის, 7 ომი უნდა იყოს მისი. აღარც მალავე რომ რუსეთი უნდა დავასრულოთ, რუსეთი უნდა მოისმოთ და ასე პირიქით მოხდება. არა იმიტომ მე რუსოფილი ვარ და გული მიწეს, არა, ასეთია წინასწარმეტყველება. მე ხშირად მithქვა შევაჯამებ. დენო გაღიზიანდებიან რუსოფობები, რუსმოწულეები. აი ეს მაწანწალები და ქუჩებში და სხვანი. რუსეთი ღმერთის ხელში არის იგივე ნაბუქოდონოსორი, რომელიც ამოერჩია უწინ თავის მოსვლამდე თავისი რჩეული ერის ისრაელის დასაშენად, როდესაც ღმერთის ზურგი აქციეს და კერტაპანისელებისგან მიიქცნენ. აი რა არის? ეს არის იარაღი უფლის ხელში ამ უღმერთო და გარყვნილი სოფლიოს დასაშენად. მოგწონთ, არ მოგწონთ, ჯერათ, არ ჯერათ, ეს თქვენი პირადი საქმეა. მაგრამ ასეთია წინასწარმეტყველება. ასე განმარტავენ წმინდა მამები. ახლა მაპატე სულ დამავის და ბოდიში რომ თქვენ წმინდა მამებსაც აგინებთ. იესოსაც მის ეკლესიაზე პატრიარქს და ასე შემდეგ და თქვენთვის რა ავტორიტეტია, რას ამბობენ წმინდა მამები. კეთილი. იცინის ხშირად მithქვას, ვინც ბოლოს იცინის. ეხლა ეს მოვა. მაგას ხია მეორედ მოსვლა, საკოლოთაო აღდგომა და განკითხვა. მამა არ მოხდება, ან არა თქვენ რა ის რომ მოხდება. უფალმა მისი ჩვენ და სიყვარულის გამო თავადაც უშუალოდ წმინდა მამათა მიერ ძველი აღთქმისა და ქრისტიანობის მამებისა გვიწინასწარმეტყველა რა ნიშნები უნდა უწყოდეს და ერთ-ერთი თავარი გაგვით ვახსენე ევროკავშირის შექმნა. როდესაც ეს და ხომ მოხდა წელიწინა 1992 წელს ევროპის კონდა 4 სხვა შეიქმნება, ესე იგი თავდაპირველად 12 სახელმწიფოსაგან. მახსოვს თურქეთს უნდა შესულა და არ მიიღეს თავდაპირველად. დღემდე არ მიიღეს, რა 30-33 წელიწადია რაც ეს არის. აი იმ წლის მერე 92 წლის მერე ცდილობდა ვერ შეძლო, ეხლა კიდევ არის ლაპარაკი ამას მეეთი მოეთი და ყველა თავისას მიიღებს. თურქეთის დასავლეთის და ღმერთთან ჩვენთან ბრძოლა ადვილია პატარა საკალ ასე ფიქრობ ღმერთთან არის შეუძლებელი. ისინი ეტლებითა დავით წინასწარმეტყველი ამოწრებზე, ისინი ეტლებითა და ისინი ხუნებითა დასავლეთი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, თერმობირთვული იარაღი ხოლგად რომ უნდა გაუკეთოს მაკაროს თუ მაკროს ევროპაზე ჩვენ სახელითა უფლისა ღვთისა ჩვენისათა აღზრდებით და აღვემართებით. კაი ბიბლია არ გზავს, ისტორიას ხო იცი. როგორ გაიმარჯვა 16 წლის ჩაყვა ვახტანგ გორგასალმა. თუ ღმერთი მასთან არის და თუ ღმერთი მასთან იყო, ვის შეეძლო მის დაჭაბრა. აი ასე აზროვნებდა და ასე ცხოვრობდა ჩვენი წინაპრები ასე აზროვნებდნენ. ამან მოგვიყვანა. ჩვენ არასდროს მეგობარი არ ყოლია. არც დღეს არა ყავს მით უფრო. ტრები ყავს. რამდენიც გნებავს. ყველას უჭირავს თვალი. ეხლა რა შეიძლება საქმე, აი მოკლედ რომ შეგიჯამოთ ევროკრატიას. იცით რა არის? აი ერთი 10 დღის იმქვა ერთმა მაგალითად თანამდებობს ევროპიდან. თქვენ ქართველებს გინდათ ევროპა, ჩვენ გვინდა საქართველო. ვერ ვხვდებით რა გითხრათ. მოდით ან ჩამოვეთრიეთ ევროპაში და ჩვენ გვინდა საქართველოს თავისი დაცარიელები, დაიცალეთ. ომი იმიტომ უნდა კიდევ რომ დაცლილი. ამხელა უკრაინა დაცალეს 10 მილიონი გავიდა, ამდენი დაიხოცა, ამდენი გვარდება და ეხლა მაგასაც თუ ვერ ვხვდებით მაპატია რა, ეკიმს უნდა ეჩვენო შვილო. მეტი მე არაფერი მაქვს საქმელი. არ ვიტყვი რომ მეც არის. უბრალოდ ეკიმს ეჩვენე რა. კოგნიტიური შესაძლებლობები როგორ აქვს განვითარება. ლოგიკური პატრიარქმა თუილად კერპერო ლოგიკა ასწავლეთ სკოლაში. ლოგიკური აზროვნების უნარი რო ექნება ჩვენ სახალხაზრდობას, იმ სისულელებს, რასაც აკეთებს და იმ ტრობას აღარ გააკეთებს. სულ ცოტა მათი ნაწილი მაინც. ჩვენი საქმეა და სიყვარულის საქმეა. პირში გითხრათ, მოყვარის პირში. ამხილებ. თქვენი ნება, თქვენ ხომ გათამამებული ყავხართ იქიდან, სულ სწავლებებით. შენი ნება, შენი სივრცეა და მიეთი მოეთი, ანუ ყველაფრის უფლება გაქვს, აიწმიტეო, ამას გეუბნებენ, ნუ თუ ამასაც ვერ ხვდები. და როგორ არის შენი ნება იყო სოდომიტი მაგალითად.
იყოს სამშობლოს გამყიდველი. და არც მალავდი ამას. კეთილი დარჩი შენ სივრცეში თუ ასე მოგწონს და შენს ნებაზე. და რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავი და სხვას როგორ გადააბრალებ. ნურც ხელისუფლებას, ნურც ეკლესიას, ნურც ცალკეულ პირებს და ასე შემდეგ. მხოლოდ შენი მიზეზით მოხდება ეს. ჩვენ კი არა მარტო ღმერთიც გცემს პატივს შენს თავისუფალ ნებას. მაგრამ ეს პატივი არ ნიშნავს რომ გაიზიარო მისი შეხედულება. გამიგეთ საგვარად ეს ხშირად ერევათ ერთმანეთში. მე სურვილი განიშნა, როდესაც ამ დაუჩვეულს კითხულობდით ცხოველს ყოფილი ვენახისა. ან ეს ხატები რისთვის იქნება? ეს არის ორიგინალური ხატი. ასეთი ხატი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. სამი ხატი შეერთმანეთი, აი, სულთამისგან ყოველთან შენ ხარ ვენახი და მე-14 საუკუნის სინაური ხატი წმინდა ეკატერინეს მონასტერში. ყრმის შეკრთობა, ასე ქვია ამ ძველ ხატს. შეიძლება უფრო ძველიც არის, ხოლმე შენ მე-14 საუკუნეში იქნა შემჩნეული, ასე ვთქვათ, გამოჩნდა კანდიდა ეს ხატი. ეს სამი ხატია შეერთებული, გარკვეული სიმბოლოები მოიაზრება, რომელიც მეორეთ მოსვლას უკანასკნელს უკავშირდება და ასე შემდეგ. ეხლა თქვენ ეტყვით მააპატიეთ, ეხლა თქვენ ხართ იმ დონის მღვდელიდან მორწმუნე, რომ ღმერთმა შთაგაგორდე. რატო ჩემო საყვარელო, ყველაზე გაუნათლებელი და უხეში ადამიანთან დიდი სასწაულები მოუხდენიათ. კიდევ მოგაგონოთ. თქვენ რომ კარგად იგრძნობ კომფორტულად თავი თქვენ ჟილობაში და მეტამცირებლად, მოვიყვან მებატის ცხოვრებიდან. ქალაქ ედესოში ცხოვრობდა ერთი მებატე. ყოველ სისხამდილით გაყავდა სისინი ბატები და აძუებდა. და როცა ბატებს გაუშვებდა, კარებში იყო ხატი იოანე ღვთისმეტყველის, კარიბჭეში. ეს ადრე ტრადიციაც იყო, ან მაცხოვრის, აი აჩის ხატიც აქედან მოდის და სხვადასხვა. იოანე მახარებლის ხატი იყო კარებში. დაჭდებოდა ხოლმე და სანამ ბატები ცოდნენ, ცდილობდა თითით გადმოეხატა ქვიშაზე. ერთხელ ბევრჯერ ვერ ახერხებდა. მაგრამ ისეთი გულითადი სურვილი ჰქონდა, რომ არანაირად არც განათლებული არ ყოფილა. არც წერა კითხვა არ იცოდა და ათხა წერა. იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა გულითად. იოანე მახარებელი გამოგზავნა უფალმა ღმერთმა მასთან. თითში მოკიდა ხელი და უთხრა, ასე კი არ უნდა შვებო, აი ასე უნდა დაწერო ხატი და თავისი ხატი გამოაწერინა. ეს რო ხალხს ხვები ცხოვრობენ, ნახეთ, გაუკვირდა, თითშია რო არაფერს არ წარმოადგენს, გაუნათლებელია და არანაირ ხატრობაზე და ხაწერაზე ლაპარაკი არ. ისე დაწინაურდა ამ საქმეში, მანამდე რა მოხდა, ეტრატი გადააღლება, რომელიც ჯერ ტკბილი იყო და მერე მწარე. იგივეც კითხულობ მაგალითად იოანე დამასკელის ცხოვრებაში, როდესაც ეტრატი გადააღლება, ეს გამოცხადებული სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, ალეგორიული, ჯერ დადგმა, მერე გამწარდა და მიიღო ჰიმნოგრაფიის ნიჭი და არის რაღა გითხრა, ქრისტიანობის არისტოტელია. მან მოახდინა პირველმა სისტემატიზაცია ქრისტიანული სწავლებისა. ღვთისმშობლის დამსახურებით, მისი მეოხებით მიიღო ეს ნიჭი. აქ იოანე მახარებლისა ხატწერის ნიჭი მიიღო. და ისე დაწინაურდა და განითქვა მისი სახელი, რომ მეფემ თავის კარზე პირველ ხატვრად და ხატწერად აიყვანა. ხედავ საყვარელო, მებატე გახადა ცნობილი ხატწერი. და რატო არ შეიძლება მღვდელმა, რომელიც 45 წელიწადია მღვდელია და ორი გზა იცის, ხოლო სახლიდან ტაძარში და ტაძრიდან სახლში სულ მამებთან არის იქაც მადლობა ღმერთს, ცოლიც ისეთ შემახვედრა, რომ ხო არიან პრეტენზიული ცოლები, წადის გაკეთე, საიღე ის მოიტან და ასე. ხელს არ მეშინი იცის, რომ მოძღვარება მყავს მცირე ოჯახი იქ და მყავს დიდი ოჯახი და ამ დიდ ოჯახში სხვებიც მოდიან სხვადასხვა სამრევლოებიდან. ფაქტიურად, მე ალალად გეტყვი, შეწირული ვარ თქვენს ჩემბრევლის მიერ, თქვენს მიმართ. გონებაში სულ იმაზე ვფიქრობ, რაზე ვისაუბრო, როგორ თქვენ რა გონიათ, აქ მოაფილს გავაღებთ თავის მოდის ნეაღვარივით არა. რაღაცა უნდა გაიაზრო. ასე თქვა ჩონჩხი, ქადაგების თემა უნდა შეარჩიო. და სხვადასხვა. პრაქტიკულად მე თქვენი ცხოვრები ვცხოვრობ. და საუბრო ხშირად ისეთ თემებზე, რომელიც აქტუალურია თქვენთვის. აი თუნდაც დღეს რაზეც ვისაუბრებ. თუნდაც სამშობლოსთან ღალატის კონტექსტში და ასე შემდეგ და არა მარტო ღვთისნების ურჩობას. რა მოაქვს ადამიანისთვის? თეოზისი შეგვაგონა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა. ჩვენ ნებაზე გვინდა ვიაროთ. კი ბატონო. ამას მაინც მომაგონდა და გეტყვი. ასეთები გვანა ბატი და სიკოსი. გახსოვთ რა, გელს რო ჩაუვარდა ბოლოს. აი სწორედ მგელიათ ჩვენზე დამდგარი საქართველოს. ეს ბატი და სიკოები, ნახიდი, ყდარისულები, უვარდებიან ხელში და კარგი უნდა წავიდნენ ჩაუვარდნენ. საქართველოს თავი დაანებონ რა.
ჩვენი მამაპაპის სისხლით, სრემლით და ტკივილებით და ლოცვით მოტანილ საქართველოს ნუ ანიავებენ და სხვას მოაძლევენ. ეს ეკუთვნის ყველას, ძველსა და ახალ ხელისუფლებას, ნებისმიერ სხვას. ეხლა აღარ გვინდა ლაპარაკი, ეს პროცესი მიდის, ეს გზეთ უნახავის და როგორ გაყიდეს აფხაზეთი, როგორ გაყიდეს სამაჩაბლო და რატომ გაყიდეს. არ გვინდა რა, ქართველიც არ არის წარმოშობით ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. იცით რა არის მამა, ერთი ორმა დაწერა ინტერესი, ქადაგების ძალიან მიყვარს თქვენ ვისმენთ, მაგრამ იცით რა პოლიტიკაზე არის ლაპარაკობთ ხოლმე. მე ასეთებს უპასუხე ცნობილი წელის თომას აკი ევროპაზე ზიამოზის და მთვარე ევროპელი უდიდესი და მსოფლიო მარტო ევროპელი თომას მანი უდიდესი მწერალია. თომას მანი ამბობს და ეს არის მე-20 საუკუნის შუახანები. არავინ არ არის დღეს აპოლიტიკური. ეს თუ მაშინ ითქოდა დღეს როცა ასეთ საშინელი ხეთქებებია, როცა წვეთზე შეიძლება ირანთან ომი დაიწყოს და ესეც ნაწინასწარმეტყველები არის რომ ისრაელთან ერთად შეერთებული შტატები თუ კიდევ მაგასაც გაგახსენებთ რა მოხდება. სპარსეთის ყურის ირანი დაგა, ბევრი დაიღუპება თავის სამშობლოსთვის. რუსეთი დადგება ირანთან და ეს ისე ბუნებრივი და ლოგიკურია დღეს როგორც მიმდინარეობს მოვლენები. და სხვა და სხვა. და თქვენ როგორ აქ ირანი რო ხელის გაშვერაზეა, აქ არაფერი მოხდება საქართველოში, არ იფიქროთ. არა თუნდაც ამ პოზიციების, ნახეთ რა გააკეთეს. რუსეთის შეერულ ძალები გაიყვანეს, დასავლეთის უნდა შეგახსენეთ შევარდნაძის თანამედროვე ერთ-ერთი ქალბატონის, რომელიც ასევე ქართველი არის, ებრაელი. ქართველი ქმარი ყავს, ქრის გვარზე იყო სრულიად შეგნებულად პოლიტიკური და სხვა მოსაზრებით და რას ამბობდა რომ კითხვა დაუშვეს ოფიციალურ ტელევიზიით აჩვენეს. მართალია რომ ამბობენ რუსეთის ბაზები კი გავიდა და ამერიკის ბაზები შემოვა და ევროპისა და მე რა ცუდი რა არის ამაში ქართულ გულებს სამუშაო გაუჩნდება. ანუ იბოზებენ ამერიკის ჯარისკაცებს. წარმოიდგინეთ თქვენა სრულიად უღირსი ადამიანი თუ არის ადამიანი როგორც უხრუპი რამს ასეთი არსება. აი ვის ხელში უკვე 10 წლებია საქართველო. თქვენ კი ამბობთ მამა თუ ასე მძიმე სურათია შეუძლებელია. დიახ, შეუძლებელია. ადამიანურად შეუძლებელია განთავისუფლება. მაგრამ ღმერთისთვის შეუძლებელი სავსებით შესაძლებელია. თქვენსავით რომ მიაზროვნა ჩვენ წინაპრებს, ჩვენი ხსენება არ იქნებოდა აქ. მაგრამ არა. ჟობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილის სახელოვანი. აი ეს უნდა იყოს ჩვენი მსოფლმხედველობა. იმაზე დიდი სიყვარული არ არის მაცხოვარი ამბობს, არა ბადრუკი მღვდელი რომელიღაც არჩილი. იმაზე დიდი სიყვარული არ არის ჩემთვის, ანუ სახარებისთვის, ანუ მოყვასისთვის დასდვა სული შენი. შენი გარგინდა. შენ რა გინდა ვიცი მე, შენ რაც გინდა ის ჩვენთვის მიუღებელია. თუ გინდა წადი აი სამშობლო გაქვს მაგ გარღვნილების დასავლეთში და იქ თუ გინდა დაღუპვა დაიღუპე. საქართველოს თავიანებეთ და ქართველობას. სამი რამ არის აუცილებელი, ამბობს დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველი კაბადოკიელი ქართული მსოფლიო მამა, ღმერთმა რომ ადამიანი აცხონოს. პირველი, კონდეს ღრმა ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა. მეორე, არა მარტო გულში დაიმახოს, რომ პავლე ამხარებდა აღსარებელი იყოს ამ სარწმუნოებას. თუნდაც მოწამეობამდე. მესამე ეს არის წმინდა და უწო ცხოვრება. თქვენ არც ერთი გინდათ, არც მეორე, არც მესამე. ამიტომ თქვენი ადგილი აქ არ არის, მარტივად მოგიხრათ. თქვენი სამშობლო იქ არის. გულში თქვენაირებს ზე ჩრდილოეთიდან ამოსდიოდა, რუსეთიდან, დღეს ევროპიდან ამოს დასავლეთიდან. ჩვენთვის ქართველებისთვის, აი ამ დიდი წინაპრების შთამომავლებისთვის, ზე ყოველთვის აღმოსავლეთიდან შანდა. და მე ამ ფიზიკურ ზეც არ გულისხმობ მარტო, უფრო მეტად დაუღამებელ ზეც ქრისტე მაცხოვარს, რომლის ბეთლემის ვარსკვლავის აღმოსავლეთიდან გამოჩნდა. გაიგეთ საყვარი, ხო? აი ჩვენი მზე ქრისტეა. თქვენ გინდათ რომ ჩვენ დავტოვოთ ეს სამშობლო. არ დავტოვებ, თუნდაც იმის გამო ეს ღვთისმშობლის წილკუდრი არის. ამის გარეთ არის წარწმენა ჩვენთვის. ადრე ნოსტალგია მაინც გქონდათ რომ მიდიოდით სამშობლო. დღეს გეზიზღებაც შევწრები ვარ საუბრებს აღშფოთებობა. რა სიზა? ეს არის წარი რეალობა. თქვენ ეს გინდათ. გინდათ? აი ჩვენ იმ ქართველების შთამომავლობა, ეს ჩვენი სამშობლოა, ეს ჩვენი სარწმუნოება, ეს ჩვენი ენა. არც ერთს დავთვალოთ. არც მეორეს, არც მესამეს. თქვენ სადაც გსურთ, იქ წადით. იქ მოიკალით, დაიღუპეთ თავები. სამწუხაროა, ვამბობ მე როგორც მდელი და ქართველი, მაგრამ რა სიზა? შენი სივრცე გაქვს, შენ თურმე და შენი ნება გაქვს.
აი მასია ბედურება. ხალხი გახადეს 20 წელი თავადერილი, აღვირახსნილი, თვითდაჯერებული, არაფრის მაქნისი რა. ქართველი ვარ, ქართულად რო გითხრა. აბა რა ღირსება გაქვს? რამე განსაკუთრებული თუ გაქვს რამე? არაფერი. ერთადერთი ამ პარტაუნება და გარყვნილი, რომ მე ვერაფერს ვერ ხედავ სამწუხაროდ. ჩვენი საუბარი, როდესაც დაუჯდომებს კითხულობდი და მე 11 იკოსთან მივედი, გულში მომხდა განსაკუთრებით ღვთისმშობელ მარიამის ეს სიტყვები და ამით მინდა დავასრულო. ღვთისმშობელ მარიამს მიმართავს ეკლესია და ჩვენც მიმართეთ სოდვილება დღეს. შენ გიხილა ამბაგურ წინაითვემ თათ ჩრდილოთ, ღვთისმშობელო ქალწულო, რომლისაგან გამოვიდა ღმერთი მხოლოი და ცანი შვენიერებითა თვისითა დაფარნა. ერთი რა პოეტური რამ არის, ეს ჰიმნოგრაფიიდან არის ეს სიტყვები აღებული. ესე იგი შენგან განოშტაო მაცხოვარი ქრისტე და თავისი მშვენიერებით დაფარა მთელი ქვეყნიერება. ქრისტეზე იყო ფსალმუნებში წინასწარმეტყველება შობამის უშვენიერესი შორის ძეთა კასტასა. ყველაზე შვენიერი კასტა შორის. აქ იმდენ ადამიანური ჰაბიტუსი კი არის გულისხმობა. ის მადლმოსილება, როგორც წყარო მადლისა განიხილება, რომელიც ეფინება თუნდაც მისი პირის სახით და სამოთხე რა არის და ნეტარება, მოკლედ რომ შეგიჯამოთ წმინდა მამებთან ერთად. წმინდანები და ანგელოზები ჭრედნენ ქრისტეს ღვთაებრის პირის სახით. აი ეს არის წყაროს თვალი, მათი დაუსრულებელი ნეტარების, სიხარულის თავდაუწყების. მოკლედ ქრისტე შენგან გამოშტავდა ცანი დაფარნა შვენიერებითა თვისითა. ხოლო ქვეყანაი ქებითა მისითა აღივსო და სილაღე ეშმაკთაი დაამდაბლა და კაცთა ნაცესავი აწყონა ამისთვის და გიგალობთ კურთხეულ. აი რატო უვალობ ღვთისმშობელ მარიამს და გულში შთამიგოს სურვილი რაც შეიძლება მეტი ხატი დაიწეროს არ ეკობა ეს 4 ტაძარი ღმერთი ჩვენთან იქნება და აშენდება სხვა ტაძრების და აი ეს გაგრძელდება ეს ასე ვთქვათ სერია ამხატების დაწერისა და დაუჯდომლების თარგმნის შედგენის ზოგი თარგმნე ზოგი შევადგინე ღვთისმადლით და აღვლენისა მის წინაშე და ასევე სულს დავასრულო თემასთან ახლოს ჩვენი საუბარი ფსალმუნის სიტყვებით 61 ფსალმუნისა ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილო სასული ჩემი აქ ურჩობაზე იყო ლაპარაკი საკუთარ ნებაზე დავით წინასწარმეტყველი მესის მამაწოდებული ნახეთ რა საითკენ მოგვიწოდებს ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილო სასული ჩემი რამე თუ მის მიერ არის ცხოვრება იჩემი აი რატო უნდა დაემორჩილო ცხოვრება მისგან მოდისო და რამე თუ იგი არის ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი შესაძლებელი ჩემი და მე არა შევირყი უფროს აი როდის იქნება ურყევი თუ ჩვენთაგან და ჩვენი საქართველო ამ ვება მიწიერი გაგებით ძალების წინაშე და შენი არის უფალო წყალობაი რამე თუ შენ მიაგო კაცად კაცადსა საქმეთა მისთაებრ ამენ